მშვიდობის, მოგესალმებით. დილა მშვიდობისა. დღეს დილა მშვიდობის, ასე გამეხარდა თოვლიანი ამინდი. შეიძლება არც არის გამორიცხული, ჩემო ხატია. არა, მეგონა რომ მე ვიქნებოდი თოვლიანი ამინდი ასეთი ენერგიული და დილა მშვიდობისა, აი შენ ომახია და ლანა დილა მშვიდობისა, რომელიც ასე უყვარს ჩვენს ტელემაყურებელს გაგასწრებდი, მაგრამ ასე მოხდა და ყველაფერთვის უნდა იყოს ჩემო ბაჭო მზად. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის ჩემო ხატია, მოგესალმები. მივესალმები ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. ვეთქვი და შევახსენებ, რომ დილის 9 საათი დადგა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეთერში ვართ და დილის ლაივი ეთერშია 2 საათის განმავლობაში, ზუსტად 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად. ესე იგი, მე ძალიან მახარობს ბავშვობიდან თოვლა. ჩემგან განსხვავ. მართლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თან თებერვალში ვარ დაბადებული და ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის მოდიოდა ხოლმე დიდი თოვლი და ესე მახსოვს როგორ დიდი სიხარულით ველოდებოდი, იმიტომ რომ აი ბოლო წლებში აღარ მოდის ხოლმე თოვლი ჩემს დაბადების დღეზე, მაგრამ სულ მოდიოდა და ერთი სულ დროს ესეთი სიმშრალე ყოფილიყო მანამდე, ჩემს დაბადების დღეზე ცოტას მაინც წამოთოვდა. იცი რა ჩემო ბაჭო? ეხლა კი არის თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, მაგრამ შეხარ თოვლივით თეთრი ფითქინა და თოვლივით სპეტაკი. სპეტაკიც ყოფილა თოვლივით. და ამიტომ მოდის შენ დაბადების დღეზე თოვლივით. დღეწელს ვერ იყო შენ დაბადების. ვიცი რა არის, ეხლა შეიძლება უფრო შეურაცხყოფილი თოვლივით ავარ, მაგრამ აუ ესე ვარ ჩემო ბაჭო, ყველა შეურაცხყოფილი თოვლები, მაგრამ თოვლის გასპეტაკდება, ჩემი მზეც გამოანათებს და იქნება ძალიან კარგად. ასე რომ ამ 2 საათის განმავლობაში ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად, ჩვენს გუნდთან ერთად, ჩვენს თანაწამყვარებთან ერთად გვექნება საინტერესო ჩართვები და მოგეთ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. თან ვისაც ჯერ არ გაგიხედავთ გარეთ, უკვე გითხარით, რომ ესეთი ქათქათა კუნკულა დილა გაგვითენდა თოვლიანი, რომელიც მე არ მიყვარს, ჩემ ბაჭოს უყვარს, ასე რომ ვისაც გიყვართ თოვლი გილოცავთ, ხოლმე მიყვარს თუ არ მიყვარს, თოვლი უნიშნულოვანესი რამეა და ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საჭიროა თურმე ზამთარში რომ თოვლი მოვიდეს და გაიწმინდოს ჰაერი ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან. მე ტრადიციულად კოკა-კოლა კლასიკს გაგიხსნი და შემოგთავაზე. ხო, და გავაკეთე რომ მიგახვედრე რომ კოკა-კოლა ის ჯადოსნური სითხეა, რომელიც 4-ვე Four Seasons არის ნამდვილად 4-ვე. მაშინ მოვაჭახო. სეზონს ძალიან უხდება, თან განსაკუთრებით ჩემი სიყვარული კლასიკი და შენი სიყვარული ზერო, ხო? ასე რომ, ესე იგი, მე ჩვენ გითხარით რომ თოვლი მოვიდა, მაგრამ სად დიდი თოვლია და სად პაწაწუნა თოვლია და სად უკვე თოვლი აღარ არის და სად ჭყაპია. ზეს ვეღარ უბედავ რომ თქვა. ამაზე ყველაფერზე რა თქმა უნდა მოგვიყვება ჩვენი ანა ზაქაშვილი და რა თქმა უნდა ამენდის პროგრამის წარმოგიდგენთ საფრთხე ქსელი PSP. ანა დილა მშვიდობის. ანა დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა, გაგაცნობთ დეტალურად ამინდის პროგნოზს და გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის, ნავარაუდები. ღამით ზოგიერთ და დღისით უმეტეს რეგიონში თოვლი არის მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 20-25 მეტრწამის სიჩქარით. დღისით დროგამოშვებით მოსალოდნელი არის 30 მეტრწამამდეც კი ქარბუქი. შესაბამისად დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებით სიფრთხილე მართებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -6-დან -1 გრადუსამდე დაეცემა, დღისით 0-დან +5 გრადუსამდე მოიმატებს. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა -11-დან -6 გრადუსამდე დაეცემა, დღისით -4+1 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის, ნავარაუდები, ზოგან მოსალოდნელი არის თოვლი, დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი არის ზოგან უფრო ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარითაც. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -8-დან -3 გრადუსამდე დაეცემა, ზოგან -12 გრადუსამდეც არის მოსალოდნელი, დღისით კი -3+2 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა -15-დან -10 გრადუსამდე დაეცემა, დღისით -6+1 გრადუსი იქნება. დავიწყოთ
ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზის გაცნობა სოხუმში დღეს 4 გრადუსს და თოვლს ვარაუდობენ სინოპტიკოსები და საქართველოს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში თოვლი იქნება დღეს. ზუგდიდშიც ასევე თოვლი მოვა და 3 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა. ფოთშიც თოვლი არის მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში კი ჰაერი 2 გრადუსამდე დათბება. ქობულეთში 3 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები, რა თქმა უნდა, აქაც მოთოვს და ბათუმის კადრები კი ვნახეთ, როგორ უხდება ბათუმის თოვლი. ბათუმში 3 გრადუსი და ისევ თოვლი არის მოსალოდნელი. ახალციხეში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება, აქ უნალექო და მზიან დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები. მოთოვს ქუთაისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება. მესტიაში -5 გრადუსი არის ნავარაუდები, მოთოვს რა თქმა უნდა მესტიაში, სამბროლაურში კი -2 გრადუსი და ასევე თოვლია ნავარაუდები. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება, აქ მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები. გორში კი -2 გრადუსი და ასევე თოვლია მოსალოდნელი. თელავშიც მოთოვს დღეს -3 გრადუსი იქნება თელავში, რუსთავში კი -1 გრადუსი არის ნავარაუდები. ჩვენს დედაქალაქს რაც შეეხება 0 გრადუსი და ჩვენს დედაქალაქშიც ასევე თოვლიანი დღე არის ნავარაუდები. ესეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, შესაბამისად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი კვირა დღე, მე კი დაგემშვიდობებით სულ რამდენიმე წუთით და ცოტა ხანში სტუდიაში შემოგვიერთებით. დიდი მადლობა ანა, დიდი მადლობა გელოდებით, რა თქმა უნდა სტუდიაში ძალიან საინტერესო ამბებით და რჩევებით. შეიძინე. ბაჭო, რა გაგახსენდა შენ? და რა გაგახსენდა, ირო ყვებოდა ანა ზაქაშვილი გვყვებოდა ამით. ბავშვობა. და თავლიანი მთები არა? ეგეც გამახსენდა. სიყრმის მეგობრები, ბავშვობა. ხო, ბავშვობა. იცი რა არის, მაინც ისე ვიქوار და ჩემს გონებას ვკარ ნახობ, რომ აუცილებელია თოვლი იმისთვის, რომ ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან გაიწმინდოს ჰაერი, თორემ ვერ ვარ აღუთავანებული და მომგალი თუ გინდა ჩემო ბაჭო. შენ დღეს შეეხო? კი, მანქანით რომ მოვდიოდი, გადავწმინდე მანქანით. მე ცოტაშივ ჩემით. სპეციალურად მომზადებული ცოცხი მქონდა და ფერთხე. შვენიერი ამბავი, ძალიან სახალისო იქნებოდა შენი ყურება, ცოცხი ხელში. უნდა გადამეღო ვიდეო, აბა. და სახალისო ვიდეოები ვნახოთ ამას. რომ გავიხალისოთ განწყობა. დილას უხდებაო, ამბობენ და მოკლედ განწყობისთვის ვნახოთ სახალისო ვიდეო. აბა ვნახოთ რა მოგვიმზადეს დღეს სახალისო ვიდეოებში. Wow! Take. Oh! There's far too much to take in here, more to find than can ever be found. There she goes, punk. She's dead. You did.
ჩვენივრად არაჩვეულებრივად კეთი ზაზანაშვილი არის ჩვენთან და გამამხნევებელ ვარჯიშებში მოგთავაზებ ჩვენ და ჩვენს თვითონ ტელემაყურებელს და რა მოგვიმზადეთ დღეს? გოგო, დილამშვიდობი. ტრადიციულად ჩვენ ვიწყებთ ზუმბათი, მოგიდათ ისევ ზუმბას ცეკვები, სალსა, მერენგე და ბაჩატას ხანგებზე ჩვენ დღეს გავიწელებით. აუცილებელია ესეთი რელაქსაცია კუნთების. ანუ თქვენზე არ მოქმედებს წვიმა, ქარი, თოვლი, ამდარი, მაინც ვარჯიშობთ, მაინც ენერგიულები ვართ და მაინც ბაჩატას მოტივებზე ვართ, ხო? რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს ამის. რა თქმა უნდა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვივარჯიშოთ ყოველ კვირას. მართლა. ლაივის ეთერში. ზატვართ? რა თქმა უნდა, შენი ვარსკვლავები ვიცი. Para hablarte y de mil cosas contarte que conozcas de mí. Sí, sí. Da? Piedad tú me dejaste. Auxiliar. Niño lo que hallaste y que მოდი, comienzo a vivir. თავიდან ზურგი გავასწორეთ, ხები არის ერთად, ზუსტად ხების ქვეშ. Tap, tap. ცოტა შეგვიძლია რომ კიდე აუწიოთ მუსიკას. აჰა, 1 2 1 2 წავიდა მარჯვენა ფეხი წინ, მარცხენა უკან. მარჯვენა წინ, მარცხენა უკან. გვერდზე 1 2 3 ზევიდან. კიდე წინ, წინ, უკან. ოჩახ. ორი ნაბიჯი წავიდა, მარჯვნით, მარცხნით. წავიდა, მარჯვენა ფეხი წინ, მარცხენა უკან, ეს არის სალსას მთავარი სვლა. ოჩახ. გვერდზე გავცურდით, რაკატაკა, კიდე. ბუხლი არის რბილი, პრესი არის ჩართული გვერდზე. Slide, shoulders, გვერდზე 2. მოგწონს? გვერდზე, კიდე. ორი ნაბიჯი ხელი მაღლა. ზურგი გასწორებულია, მეგობრებო. და მუშაობს დიდი კუნთები ამოძრავების დროს. ადგილზე, tap, tap, მარჯვენა, მარცხენა. ნახეთ მეგობრებო, ფეხი უკან, ადგილზე, უკან, ადგილზე. თავიდან 2 გვერდზე. თავიდან ირიბი კუნთები ჩავთეთ. კიდე 2, მაღლა. გვერდზე, გვერდზე. მოდი ვცადოთ ისევ ფეხი უკან, მარჯვენა. უკან, ადგილზე, უკან, ადგილზე. და ეხლა, რა თქმა უნდა, ვამატებთ ვართულებს და ხელს ვამატებთ. 90 გრადუსზე არის ჩვენი დაყვი და ხელი გადის უკან. ოჩახ. ეხლა ნახეთ, ხელი ავწიეთ მაღლა, ავწიეთ მაღლა. ამ შემთხვევაში მხარიც მუშაობს. კიდე 2, მოდი ცოტა გავართულოთ. ადგილზე 4 და ეგრევე უკან ნაბიჯი, უკვე ვიცით ეს ყველა მოძრაობა 2 გვერდზე. ადგილზე 4, 3, 2, უკან, მარჯვენა. კიდე 2. წავიდა უკან. კიდე 2. 2 გვერდზე, 2 გვერდზე, 4 ადგილზე, უკან ფეხი ხელი. ოჩა, მოდით ესეთი მოძრაობა cross ქვია ამას. აი ესეთ ჯვარეში ჩავდგათ ფეხები, ორივე წვერზე ავედით და თანმიმდევრულად ვაბიჯებთ. 1. და რა თქმა უნდა მუშაობს ამ შემთხვევაში თეზოები. ვატრიალებთ, რომ პრესი ჩაერთოთ მაქსიმალურად მეორე ფეხი წინ. ოჩა, შეგვიძლია ცოტათი ასე ზედატანით დავაყოლოთ. წავიდა მარცხენა ფეხი ზევიდან 1, 2, 3, 4, 5, 6 მეორე მხარეს. რა კარგი იყო ეს მომეწონა ეს ბოლო მოძრაობა ფეხები ახალი იყო სხვათა შორის გოგოებო. სულ რაღაც ახალ მუსიკასაც და მოძრაობასაც მოგიდათ.
ეხლა არის ძალიან ენერგიული მერენგე და ჩვენ უნდა ცოტათი გავხურდეთ სირბილი. წავიდა. ადგილზე. ჩვენი საყვარელი მოძრაობა თევზოები. წავიდა ადგილზე. კიდე ერთხელ. ამ მოძრაობას გვეკალო. თევზოზე ხელი, ხარზე, მაღლა. გვერდზე. ცოტა სწრაფად. 1 2 3 4 უფრო სწრაფად. თევზო მუშაობს გვერდზე, რომ უცის პრესის პუნქტებით ჩავთვალოთ. თავიდან მეგობრებო, დავატრიალეთ. ადგილზე. კიდე. დავიდა მარჯვენა გვერდზე მარცხენა. 1 2 ხელი იშლება იდაბში, რომ ტრიცეპს მაიმუშაოს. 3-4-3-2 უკანი. ჩავისუნთქეთ ხვირით, ჩამოვიდეთ. დავიდა მეგობრებო, 2 გვერდზე, ადგილზე. ისე მარჯვენა მხარეს. მოვადუნოთ ხელები, ყოჩა. ავიდა ხელი, გავჩედით, წავიდა. მომხარეთ მუხლი. 1 2 3 4. ცოტათი უნდა ავხდეთ და უფრო სწრაფად. 3 2 1. ყოჩა. თავიდან, go. სწრაფად, ადგილზე. კიდე, დავატრიალეთ, ხელით ჩავთეთ. ადგილზე გავიხეთ. სუნთქავთ. ზურგი გასწორებულია, პრესი არის, რა თქმა უნდა, ჩართული. ნახეთ, ისევ წინ. 4 უკან. ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. ნახეთ, გვერდზე გავცურდით, ავხდეთ. კიდე, შეხედოთ მაქსიმალურად ავხდეთ. ხელით ჩავთეთ. თავიდან გვერდზე, მარჯვენა, მარცხენა. ყოჩა. გაშავა ხელი, მუშაობს ტრიცეპსი. კიდე 2 გვერდზე. დავატრიალეთ. ენერგიულად სუნთქავთ. არ შეიკრათ სუნთქვა მოძრაობის დროს. კიდე, გვერდზე. ყოჩა. ცოტა მეტი ენერგია, ხელი იშლება. წინ ჩავისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. ყოჩა. თანაირაღზე ყოჩა, ისე ამბობ, სტიმულიც გვეძლება, გონია რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. ადგილზე აუცილებლად мотиваცია არის. ასე ვთქვათ, ჩვენი შინაგანი წყარო მოძრაობის. განსაკუთრებით დილას. რა თქმა უნდა, და ეხლა ბაჩა და ხანგებზე ჩვენ გავიწელებით, იმიტომ რომ აუცილებელია, რომ ისევ რითმი დავაგდოთ. კარდიორესპირატორული სისტემა ისევ წყობაში მოვიყვანოთ. 3 ნაბიჯი გვერდზე. 1 2 3. აჰა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მოძრაობა, ბაჩადას თავარი ხლა. აჰა. სუნთქავ ჩვეულებრივად ცხვირით. აჰა, ყოჩა. ეხლა შეხედეთ მეგობრები, უნდა ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ პირით. კიდე ერთხელ. ცოტა მოვარბილეთ მუხლები. ნებისმიერ ერთი ხელი ავძიეთ, პრესი არის ჩართული, კუდუსუნი არის ჩაწეული და მაქსიმალურად გვერდზე და მაღლა ვიწევით. ან ჩვენი ენერგია მიდით ზევით. ოჩახ. მეორე მხარე. ოჩახ. ეხლა მხრები. ძალიან ნელი და ასეთი მრგვალი მოძრაობები. ხარი მოძრაობ წრეზე. ეხლა წინ. აჰა. ძალიან სასიამოვნო მოძრაობა არის ესა.
ეხლა გულმკერდი უნდა გავშალოთ, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და მოვაბრძოლოთ ზურგი კიდე. კიფერი არის მოდუნებული. ოჩა. კიდე ერთხელ. თავიდან 3 ნაბიჯი. 1, 2, 3. თან ცეკვავთ, თან ვიწელებით. ოჩა. არ დაგვაწყოთ, რომ ზურგი არის გასწორებული, მხები არის უკან და დაბლა ჩაწეული. ოჩა, ეხლა ნახეთ. ორივე ფეხი გავშალეთ, ერთ მხარეს მივტრიალდით, მუხლები არის გასწორებული, ხელები არის წინ და მაქსიმალურად ვიწელებით. ოჩა, წარმოგიდგენთ რაღაცას გინდათ მიწვდეთ ხელებით მეორე მხარეს. ზურგი ამ შემთხვევაში არის გასწორებული. ოჩა. ეხლა მაქსიმალურად დაბლა, სადაც შეგვიძლია. სასიამოვნო წვიმილი უნდა ვიგრძნოთ. არ დააზალოთ თქვენ თავს. თუ შეგიძლიათ რომ ბოლომდე შეეხოთ, ძალიან კარგია. ოჩა. ეხლა ერთ მუხში თეზო გადის უკან, მუხლი იყურება წინ, მუხლის თავი იყურება წინ, მაქსიმალურად ჩავედით. მეორე მხარეს. უნდა იგრძნოთ დაჭიმულობა ფეხის შიდა მხარეს. წავიდა 3 ნაბიჯი. 1, 2, 3. სუნთქავ ჩვეულებრივად. ოჩა. ჩავისუნთქეთ მაღლა. ამოვისუნთქეთ. ოჩა. ოჩა, ეხლა ჩვენ გეტყვით. ოჩა. აუცილებლად ივარჯიშეთ ჩვენთან ერთად დილის ლაივის ეთერში ყოველ კვირას. იცი რა მაინტერესებს, გაწელვებს რო ვეძახით, ანუ დასასრული ყოველთვის არის გაწელვები. დასასრულს ქვია cool-down-ი ან გაგრილება და გააჩნია ფორმატ. დღეს გაგრილება ალბათ არ არის საჭირო. ამინდიდან გამომდინარე. გააჩნია როგორ კონდიციის ხო ნაწილი იქნება, ანუ გააჩნია რა ინტენსივობის ვარჯიში გაქვთ, ყოველთვის უნდა გაიწელოთ ბოლოში, ანუ გამაგრილებელი ვარჯიშები გააკეთოთ. ეს შეიძლება თუ იოგა უკვე უშუალოდ გაწელვითი ვარჯიშებით არის, ხო? ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული, ბოლოში შეიძლება შევიტანოთ ესეთი mindfulness-ის სუნთქვითი ვარჯიშები. იოგას დავუშვათ ფორმატისთვის ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩვენთან ზუმბაში აუცილებლად გაწელვითი დინამიურ გაწელვას ვეძახით, იმიტომ რომ ადგილზე დიდხანს არ ვჩერდებით. და ასე ვთქვათ, ვანაცვლეთ საცეკვაო და სხვა დინამიურ მოძრაობებს. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. მადლობა, აუცილებლად დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ და აუცილებლად ივარჯიშეთ ჩვენთან. ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით ხო გახსოვთ, რომ ზუსტად თქვენ ჩვენთან ერთად. ჯერ დარჩით თქვენ თუ გინდათ რეკლამაზე გავალთ და ნახე როგორ დარჩა დაინახე. რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ძალიან საინტერესო ამბებით, ასე რომ დაგვალოდეთ არ გადართ. გამთელობის დრო დგება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც შოთა ჯანჯღავა განაგრძობს. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრებს შოთა როგორც ყოველთვის და ამ თემაზე მე არ გავხსნი ამ თემას, ბაჭო, იცი რატო? ჯერ მინდა რომ წარმატგინოთ შოთას რუბრიკის წარდგენი და შოთამ თავად ისაუბროს ამ თემაზე. არ ჯობია? რა თქმა უნდა. ესე იგი, რა თქმა უნდა, ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარდგენი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული და თქვენ მთელი დღის განმავლობაში მესაუდათი შექმნილი მაკიაჟით მსუბუქად და კომფორტულად გრძნობთ თავს და რა თქმა უნდა, მესაუდას შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ექსკლუზიურად საფთიაქო ქსელში ავერსი. იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა, შენი სილამაზისთვის, მხოლოდ ავერსში. შოთა, დილამშვიდობის. იცი რატო არ მივეცი თავისუფლება, რომ გამომეცხადებია? აი, ერთი 100 რო გამოგრჩეს, ან კალციუმი გამოდის, ან კალიუმი და შემეშინდა და მოდი ამიტომ თავად წარადგინე. კი ბატონო.
დღეს ვისაუბრეთ კალციუმთან დაკავშირებით. ხატია, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალად გამოიყენება ხოლმე და დღეს მე როგორც ყოველთვის, როცა მარტო ვარ ხოლმე, სლაიდების სახით გაჩვენებთ ამ თქვათ აქტიურ მნიშვნელობას რა აქვს ამ კალციუმს. შენ ხა ჩვენ მარტო გაგრძნობინებთ და? ნუ დღეს კოლეგა რო არ ვიცის გვერდზე ასე ვთქვათ. დღეს ვისაუბრეთ კალციუმთან დაკავშირებით და როგორც მოგეხსენებათ, კალციუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ჩვენი ორგანიზმის უამრავ ბიოლოგიურ სასიცოცხლო პროცესში. აქედან გამომდინარე, დეტალურად გავიაროთ მისი თვისებები და ფუნქციები რა არის. კალციუმი ეს არის მინერალი, რომლის შეწოვა ხდება კუჭნაწლავის საშუალებით ძირითად შემთხვევაში, მაგრამ მისი შეწოვისათვის აუცილებელია ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტი იყოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში და ყველა ის მიკროელემენტი და ჩვენ მიკრობიოტაზე ადრე ვისაუბრეთ და ზუსტად ეს მიკრობიოტის შემცველობა და რაოდენობა ნორმალურად უნდა იყოს, რათა შეწოვის პროცესები ნორმალურად მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვიღებთ საკვე პროდუქტებს და ამაზეც ვისაუბროთ, რა საკვე პროდუქტებია აუცილებელია, შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ უკვე კალციუმის შეწოვასთან მიმართებაში როგორ ვიქცევი და რას ვაკეთებთ. კალციუმის დაახლოებით საკვებიდან ვიღებთ 20-30%-ს და როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი რეზერვუარი კალციუმისათვის არის ჩვენი ძვლები. და ზუსტად ძვლის მთავარი საშენი მასალა არის კალციუმი. შესაბამისად, როდესაც კალციუმთან მიმართებაში გვაქვს ნაკლებობა, შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ უკვე სიმპტომებს, რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს, სანამ ძვლიდან ბოლომდე კალციუმის გამოფიტვა მოხდება, იქამდე სხვა სიმპტომები იწყება. ეს არის თქვა რომელიც სიგნალს გაძლევს უკვე და გაძლევს ინფორმაციას კალციუმის დეფიციტთან დაკავშირებით და პირდაპირ პროპორციულად რა არის? აი პაციენტები თვითონ აღნიშნავენ ხოლმე რომ ეს არის სპაზმები კუნთების, გაკვანძვის შეგრძნება, აი თითქოს კრთომა, კვანძები, კუნთების ორგანიზმს, მომატებული ძილიანობა, აი აგზნებადობა, ემოციური ლაბილობა, ნერვული სისტემის ცვალებადობა. გამოგრჩეს ხო? ვერანაირად ვერ გამოგრჩება, იცით, მკვეთრ სიმპტომებს გაძლევს, ასე მკვეთრ სიმპტომებს გაძლევს, ასე თმის ხარისხზე მოქმედებს, კანის სტრუქტურაზე მოქმედებს, ძვლების, ასე ვთქვათ, გამოფიტვა იწყება და ამ დროს შეიძლება პაციენტს ძვლის მიდამოში ცოტა ტკივილის მომენტები შეიძლება ქონდეს. ასევე კალციუმი მონაწილეობს გულის რითმის ფუნქციონირებაში და შეიძლება რითმის დარღვევები მივიღოთ და არითმიებისკენ მიდრეკილება შეიძლება იყოს და უკვე ბავშვებს როცა ეხება კალციუმთან მიმართებაში უკვე ასე ვთქვათ ჩონჩხის ჩამოყალიბება კარგად არ ხდება, D ვიტამინთან ერთად ის მონაწილეობს რა თქმა უნდა ამ ძვლის ფორმირებაში და შეიძლება რაქიტის, დის პრობლემების დაში ჩამორჩენა იყოს ბავშვში. ორსულებში თუ არის კალციუმის დეფიციტის ნიშნები, რა თქმა უნდა ბავშვის განვითარება კარგად არ ხდება და ესეთ შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე ასევე ორსულთა ტოქსიკოზი შეიძლება იყოს. ასევე საშვილოსნოში ბავშვის ზდა განვითარება შეიძლება იყოს შენელებული მდგომარეობაში. რა თქმა უნდა. ასევე ჩვენი კბილები, პირველი რაც აისახება ხოლმე კბილებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი ეს კბილების დარღვევები და შეიძლება ფორმირება ხშირად არის ხოლმე ბავშვი მიდის სტომატოლოგთან და სტომატოლოგი მერე უშვებს ჩვენთან პაციენტს, რათა ეუბნება რომ აი კბილის სტრუქტურა, სიმყარე, სიმაგრე ისეთი კარგი არ არის და ძალიან ხშირად არის ხოლმე მიდრეკილი ბავშვი კალციუმის დეფიციტისკენ. კალციუმის დეფიციტი აი შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ აი პირ დაავადებები რა შეიძლება გამოიწვიოს. პირველი და ძლიერი დაავადება ეს არის ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი არ გვაწყობს ჩვენ იმიტომ რომ ეს არის ჩუმი ძვლის დაავადება, შეიძლება აი უბრალოდ ფეხი გადაგვიბრუნდეს და ძვალი მოწყდეს ადამიანს. განსაკუთრებით ეს არის ხოლმე პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში და ასევე მამაკაცებში, ვინცაც გვაქვს ანდროპაუზული, ანუ ანდროგენ დეფიციტური მდგომარეობა, ეს ძირითადი დაავადებაა ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს კალციუმის დეფიციტი, ისედაც გამოვლინდება ხოლმე ოსტეოპოროზული პათოლოგიები. რა თქმა უნდა, ოსტეოპოროზამდე შეგვიძლია რომ თავი არ მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამიტომაცაა რომ ზუსტად მე ვისაუბროთ ეს პროფილაქტიკურ კვლევებთან დაკავშირებით, რომ კალციუმის ანალიზი როგორ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ რამდენიმე სახის კალციუმის ანალიზი არსებობს. შეიძლება იყოს ნევრიტები,
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, გულის კუნთის უკმარისობის ნიშნები და ეს არითმიები როგორც ვახსენეთ. ხოშის რო ეძახიან, ესეც შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლებელი არის თუ ღრმა კალციუმის დეფიციტია და აი კუნთების მუშაობა ისე კარგად ვერ ხდება და ეს ფილტვის გახსნის პროცესები თუ კარგად არ არის, ამანაც შეიძლება გულის უკმარისობის და ფილტვის უკმარისობის ნიშნები მოგვცეს. და ასევე შეიძლება იყოს ნევრიტული ცვალებადობები, ანუ ნერვული იმპულსების გადაცემაზე მოქმედებს კალციუმი ასევე და აქაც შეიძლება ნევროლოგიური დარღვევები მივიღოთ პაციენტთან. აი სანამ ანალიზზე ვისაუბრეთ, შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ უკვე კალციუმის დღიური ნორმები, როგორ გვჭირდება ჩვენ დღის განმავლობაში და შემდგომ უკვე როგორ მივიღოთ ეს კალციუმი. აი 0-დან 6 თვემდე თუ არის ბავშვის ასაკი დაახლოებით 200 მგ კალციუმი ჭირდება დღის განმავლობაში. ეს რა პროდუქტებისგან შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ. ბავშვი არის 7-12 თვის, თუ შეიძლება წინა სლაიდზე დავბრუნდეთ, 7-12 თვის, სადაც 260 გრამია და ესე ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი ნორმა აქვს. და ხედავთ, რომ უკვე ისეთი აქტიურად მზარდი ბავშვები, სადაც არის 9-დან 18 წლამდე, უკვე 1300 მგ-მდე იზრდება და ზუსტად ამ დროს აუცილებელი მშობლის ჩართულობა, რომ აი ბავშვი რო აცხადებს, რომ ძის პროდუქტის მიღება არ მინდა, საიდანაც ყველაზე მეტი კალციუმის მიღება უნდა მოხდეს. მაგრამ შენ როგორც თქვი, მაინც 30% იღებს ხო საკვებიდან და მიშველება სჭირდება მაინც. ხშირად მიშველება გვჭირდება ხოლმე, ასევე იმის გამო, რომ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი არ იყოს. და ორსულებში და მეძუძურებში არის აუცილებელი. ეხლა კალციუმის ანალიზს რაც შეეხება, ხშირად არის ხოლმე შეცდომები ამასთან დაკავშირებით, გვაქვს ორი სახის კალციუმის ანალიზი. ეს არის საერთო კალციუმი და იონიზირებული კალციუმი. როდესაც აი ვთქვათ ჩვენს მოსახლეობასაც რო ვთქვათ ხოლმე, როცა მივდივარ და გვაინტერესებს კალციუმი რამდენი გვაქვს სისხლში, საერთო კალციუმს ნუ გავზომავთ, რადგან საერთო კალციუმი აჩვენებს მთლიანი კონცენტრაცია ძვალშიც და ასე შემდეგ. გავზომოთ იონიზირებული კალციუმი, რადგან ეს არის აქტიური კალციუმი, რომელიც მოქმედებს. იონიზირებული მარილი ვიცოდი და კალციუმი პირველად გავიგე. კი, კალციუმის ნორმა დიდებში არის დაახლოებით 1.16-დან 1.3-მდე, ნუ გააჩნია ლაბორატორიას, ბავშვებში არის 1.2-დან 1.36-მდე. და თუ ჩვენ ამ ფარგლებში ვერ ვჯდებით, ან მაღალი ან დაბალია კალციუმი. მაღალი შეიძლება იყოს. აი შემდეგზე როცა კალციუმის დეფიციტზე დავასრულებთ ხათია დღესაუბარს, მაღალ კალციუმზე ვისაუბრთ, ის უფრო მკვეთრად ცუდი დაავადება ორგანიზმის და ბევრად უფრო ცუდ რაღაცებს იწვევს ორგანიზმში. და თუ მაღალი ან დაბალია, რომ მიექცეს ამას ყურადღება აუცილებლად. ჩვენ როგორ მივიღოთ ჩვენი კალციუმი, აი ეგერ სლაიდზე მოცემული არის ის მთავარი საკვები პროდუქტები, რაშიც აქტიურად შედის კალციუმი. პირველი ეს არის და განუყოფელი ეს ვთქვათ ძის პროდუქტები, ხაჭო, მაწონი, ნადუღი, კეფირი, იოგურტი, ყველში შედარებით ნაკლები რაოდენობითაა. თუ რაც უფრო მარილიანი და გამომშრალი ყველია, მით უფრო ნაკლებია ხოლმე. ჭვინტ ყველში უფრო მეტია ხოლმე. იოგურტი, ასევე მცენარეებშიც გვაქვს, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო და ასე შემდეგ. თევზში, რა თქმა უნდა, არის, მარცვლეულშიც არის, ხილში და ხილის წვენებში შეიძლება გვაქვს კალციუმი, სოიო, ბრინჯი და ასე შემდეგ. ნუშშიც არის საკმაოდ დიდი რაოდენობით. ნუში და არა თხილეულში ზოგადად. ნუში ცოტა არის, მაგრამ დიდი რაოდენობით არ არის. ნუში ყველაზე მეტია. რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ჩვენ საკვები პროდუქტებით ვერ ვახერხებთ კალციუმის მიღებას, ან ანალიზით გინდება, რომ გვაქვს კალციუმის დეფიციტი, ესეთ შემთხვევაში ჯობია საკვები დანამატების სახით მივიღოთ კალციუმი. ეს იქნება ზოგი დასაგეჭი ტაბლეტია, ზოგი გადასაყლაპია, ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლებელია დანამატის სახით მივიღოთ, მაგრამ ნუ დოზა ზეპირად მაინც ნუ გავსაზღვრავთ, ხოლმე ჯობია რომ ანალიზი ჩატარებული იყოს და ისე განისაზღვროს. მაგრამ თუ ჩვენ უკვე გვაქვს ოსტეოპოროზული ცვლილებები ორგანიზმში და კალციუმის მკვეთრი დეფიციტია გამოხატული, შორსწასული მდგომარეობა და ესეთ შემთხვევაში მარტო კალციუმი არ იქნება საკმარისი და მასთან ერთად D ვიტამინიც შეიძლება იყოს ასევე აუცილებელი. ხშირად გვაქვს ჩვენ
კალციუმის დეფიციტთან მიმართებაში ეს შემდეგ სლაიდზე რო გადავიდეთ, აი აქ არის ახლა მოცემული კალციუმთან ერთად ჩვენ წინა რამდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ მაგნიუმის დეფიციტზე. ხშირად ეს ორი დაავადება ერთად მიმდინარეობს და ამის ფონზე შეიძლება იყოს ეს ცვალებადობაც. აქედან გამომდინარე, ხანდახან ხშირად არის ხოლმე, როდესაც კალციუმის ჩანაცვლებას ვაკეთებ, მაგნიუმის ჩანაცვლება შეიძლება საჭირო იყოს ერთდროულად, აი ეს დეფიციტი რადგან ერთად მიმდინარეობს. და საკვებ დანამატებში არსებობს ესეთი კალციუმი და მაგნიუმი ერთად რო შედიოდეს. ერთად არ შედის, ცალ-ცალკეა და თან ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე, რომ ეს მიკროელემენტები ჯობია რომ მიღების დროს გაყოფილად იყოს მიღებული, რადგან ეს კუჭაწყალვის ტრაქტში რკინა, კალციუმი, მაგნიუმი ერთმანეთთან კონკურენტულნი არიან და შესაბამისად შეწოვა ვერ ხდება ისე როგორც საჭირო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კალციუმის პრეპარატები ძალიან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თქვათ იღებს ფარისებრის მედიკამენტებს, დილაობით ხო სვამე ხოლმე მშიერზე. არ შეიძლება კალციუმის მედიკამენტი დაემთხვეს ამ პრეპარატს, რადგან ეს უშლის ჰორმონის შეწოვას ხელს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვნიშნავთ კალციუმის პრეპარატს, ჯობია შუადღეს და საღამოს იყოს მიღებული და არა დილას. ასევე რკინის პრეპარატს თუ იღებს ადამიანი, კალციუმი და რკინა ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს, მინიმუმ 3-4 საათიანი შვალედი მაინც უნდა იყოს ამ ორი პრეპარატის მიღების დროს. და D-ვიტამინი, რა თქმა უნდა, აუცილებელი კალციუმის შეწოვისათვის, თუ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს D-ვიტამინის დეფიციტი, ესეთ შემთხვევაში აუცილებლად D-ვიტამინს უნდა დაემატოს მკურნალობაში. აქ გვაქვს კომბინირებული მედიკამენტები საქართველოში და მსოფლიოში, სადაც D და კალციუმი ერთად არის ხოლმე და შეიძლება ერთად იქნეს მიღებული. აი შემდეგ სლაიდზე ხათია გაჩვენებ კალციუმის დონის მატების მიზეზები რა შეიძლება იყოს. აი ხშირად არის ხოლმე მოდის პაციენტი, აქვს სხვადასხვა სიმპტომები, თქვათ ეს შეიძლება იყოს ადინამია, დაღლილობა, უძილობა, ისეთი ნერვული სისტემის სიმპტომები, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები და გავს ნაკლებობას გავს ხო გავს და პაციენტს უზომავთ კალციუმს და აქვს მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი, თქვათ 1.33, 1.36 და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვეძებთ მიზეზს, იმიტომ რომ აქ მიზეზი ბევრად სერიოზული იქ თუ ყვებით ვერ მივიღეთ ან რაღაც, აქ ძირითადად არის რაღაცა პათოლოგია, სერიოზულ პათოლოგიაზე საუბარი. პირველი და ესაა მნიშვნელოვანი, ჩვენ ფარისებრი ხო გვაქვს წინა მხარეს. ფარისებრის უკანა მხარეს გვაქვს 4 ან 8 ფარისებრ ახლო ჯირკვალი, რომელიც ფარისებრის უკანა მხარეს მდებარეობს. და ეს ფარისებრ ახლო ჯირკვალი გამოყოფს პარად ჰორმონს, რომელიც ამ კალციუმის ცვლას არეგულირებს და ზუსტად ეს ფარისებრი ახლო ჯირკვალი, როცა ფუნქციას აძლიერებს, ან მასში ადენომა, ან სიმსივნე, ან ონკოლოგიური წარმონაქმნია, კალციუმი იმატებს სისხლში და ზუსტად აი პირველი რაც გვიწერია, ესა ფარისებრ ახლო ჯირკვლის ფუნქციის მატება. და ძირითად შემთხვევაში ეს სერიოზულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე ხოლმე, რადგან რას იწვევს შემდეგ სლაიდზეც გაჩვენებთ ეს მაღალი კალციუმის მაჩვენებელი. ან შეიძლება იყოს სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ამას ასინთეზირებს ორგანიზმში, ან შეიძლება იყოს ადინამია, უმოძრაობა, რომელიც კალციუმის დონის მატებას იწვევს. ადინამიის დროს შეიძლება მოიმატოს, თუ ხარჯვა არ ხდება ხოლმე ადეკვატურად და დანამატების მიღება. ეხლა რაზე ახდენს მაღალი კალციუმი და რა გართულებებს გვაძლევს? პირველი ესა თირკმელი. აი თქვა პაციენტი ამბობს ხოლმე, რომ მე წელიწადში 2 ჯერ მიწევს თირკმლის კენჭის დაშლა. ან თქვა 3 ჯერ, იმიტომ რომ გროვდება ბევრი მარილები. ეს უკვე მიუთითებს, რომ ხომ არ არის ჰიპერკალცემიის ნიშანი ორგანიზმში. ასევე ეს მაღალი კალციუმი შესაძლებელია კუჭრაწლავის ტრაქტზე აისახოს, პერისტალტიკას არღვევს, კუჭრაწლავის ტრაქტიკას, დიარეისკენ არის მიდრეკილება, ესეთ შემთხვევაში ან შეიძლება პირიქით შეკრულობა გამოიწვიოს. ძვლები და კუნთები და რას აკეთებს? აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი პათოლოგია, თითქოს სისხლში კალციუმი მაღალია, ძვალშიც უნდა იყოს მაღალი კალციუმი, მაგრამ თუ ეს გამოწვეულია ფარისებრ ჯირკვლის, ფარისებრ ახლო ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით, ესეთ შემთხვევაში პირიქით გამოაქვს ძვლიდან კალციუმი, ძვალი გამოფიტულია, სისხლში მაღალი კალციუმი გვაქვს. აი ადამიანი იზომავს, ხედავს რომ მაღალი კალციუმი აქვს და მშვიდადაა რომ ძვალშიც კალციუმი კარგად იქნება, ესე არა, ამ დროს პირიქით ძვლიდან გამოდის კალციუმი და თირკმელიდან გამოაქვს ორგანიზმს. ზუსტად ამიტომაა რომ ეს პროცესი რო ირღვევა, თირკმელში ლაგდება ეს წარმონაქმნები. ასევე ეს მაღალი კალციუმი იწვევს ტვინზე ზემოქმედებას,
გვაძლევს ადინამიას, სისუსტეს, უენერგიობას, ძილიანობას. სხვა შორის წინა კვირას იყო ერთი პაციენტი, რომელიც შეიყვანეს უცნაური სიმპტომით, პაციენტს ჰქონდა მკვეთრი ძილიანობა, მოთენთილობა, 65 წლის ქალბატონი იყო. სხვა ესეთი პათოლოგია ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ერთადერთი დაფიქსირდა, რომ სისხლში იყო მაღალი კალციუმი და შემდგომ კვლევები გაგრძელდა და აღმოჩნდა, რომ აქვს ფარისებრ ახლოჯირკვლის ადენომა, რომელიც დიდი რაოდენობით ასინთეზირებს ამ პარათორმონს და ეს პარათორმონი მერე იწვევს ტვინის ფუნქციის დარღვევას ადამიანში. და ამის შემდგომ ითიშება ადამიანი და ძილიანობისკენ მიდრეკილება, ადინამია, სისუსტე, უენერგიობა აქვს პაციენტს. და ხშირად არის ხოლმე ასევე მდგომარეობა, როდესაც კანზე აისახება ხოლმე, როგორც დაბალი კალციუმია ცუდი კანის სტრუქტურისთვის, ასევე მაღალი კალციუმიც არის ძალიან ცუდი ესეთ შემთხვევაში პაციენტთან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როდესაც გვაქვს ხოლმე საუბარი კალციუმის ცვლის დარღვევაზე, აუცილებლად მიზეზი უნდა ვეძებოთ. თუ დაბალია, ვეძებთ, რომ ეს არის კვებითი, შეწოვითი ხასიათის ცვალებადობა, შეიძლება ეს იყოს არ იღებს ადამიანი ადეკვატური რაოდენობით და თუ ჩვენ გვაქვს მაღალი კალციუმის მაჩვენებელი, მაშინ ვეძებთ რაღაცა ხომ არა სიმსივნურ წარმონაქმნზე საუბარი პირველ რიგში რაც გვეშინია ხოლმე. ხშირად არის ხოლმე ესეთი დაუდგენელი ეტიოლოგიის ჰიპერკალცემია, ვთქვათ, არის თირკმლის უკმარისობა. და თირკმლის უკმარისობის დროს ხდება პარათორმონის დონის მატება და პარათორმონის დონის მატება როცა ხდება მე ეს კალციუმის დარღვევას იწვევს. ამიტომ სამედიცინო თვალსაზრისით მაღალი კალციუმი უფრო რთული სამართავი მდგომარეობაა და უფრო რთულად სადიაგნოსტიკო და რთულად სასამართი მდგომარეობა, ვიდრე დაბალი კალციუმი. ზოგადად ხო ამბობენ, რომ ორგანოში რაც ნაკლებია, იმის შევსება უფრო მარტივია, ვიდრე რაც მეტია და იმის კი, რა თქმა უნდა, და ასეთ შემთხვევაში შევსებასთან მიმართებაში ძალიან აქტიურად ხოლმე მიმდინარეობს ჩვენი კუთხით ჩართულობა, რადგან ეს შედარებით მარტივი მოსაგვარებელი. მაგრამ მოსაგვარებელია. მოსაგვარებელია აუცილებლად, რადგან ეს მაღალი და დაბალი კალციუმის ცვალებადობა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კალციუმი დავიჭიროთ ნორმის ფარგლებში და მასთან ასოცირებული მაგნიუმი და აი კალიუმი ახსენებს სხვა შორის, შეიძლება ისინი შერწყმულადაც იყოს, სამივე მიკროელემენტის დეფიციტი იყოს გამოხატული ორგანიზმში და ეს სამივე მიკროელემენტი ერთდროულად უნდა მოწესრიგდეს აუცილებლად, რადგან მისი მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პირველ რიგში კანზე, ტვინზე, თირკმელზე, ფრჩხილი, თმა ყველაფერზე ახდენს აქტიურ გავლენას. ეხლა თქვა ჩვენს მოსახლეობას შეიძლება გაიცინოს, რომ როგორ ყველა ელემენტი, როგორ ყველაფერზე ახდენს გავლენასო, მაგრამ ეს ჩვენი ორგანიზმი ესეა აწყობილი, რომ მას ჭირდება რაღაც მიკრო-მაკრო ელემენტები, რითაც ის ფუნქციონირებს მარტივად, რომ თქვა. შესაბამისად, თუ რომელიღაცა გვაკლია, ხოლმე ჩვენ ეხლა ყოველდღიურ რუტინაში, როცა ვართ, ვიკვებებით, საკვებით, ვიღებთ რაღაც გარკვეულ პროდუქტებს და ჩვენ შეიძლება ამას აქტიურად ვერ ხვდებით, მაგრამ როდესაც უკვე რაღაცის დეფიციტი მოდის და ჯანმრთელობას ეხება უკვე საკითხი, მერე სიმპტომები აქტიურად იჩენს ხოლმე თავს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აი რო ვიძახით, რომ ეს ბალანსირებული კვება აუცილებელია, რადგან ზუსტად აქ შედის ის ყველა მიკრო-მაკრო ელემენტი, რაც გვჭირდება ჩვენ და შემდგომ მაქსიმალურად ავიცილებთ ხოლმე თავიდან იმ გართულებებს, რაც შეიძლება მოყვებოდეს ამას და. შოთა, შენ ახსენე კენჭი თირკმელში და უცებ გამახსენდა, რომ კენჭი ნაღლის ბოშჩიც ხომ არის და ესეც შეიძლება იყოს ნიშანი. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ შეიძლება ამ ჰიპერკალცემიის დროს თუ ჰიპერკალცემია მიმდინარეობს არა მარტო თირკმელში, არამედ შეიძლება გულის კარედებშიც ჩაალაგოს კალციუმი, ტვინშიც ჩაალაგოს კალციუმი და ღვიძლშიც ჩაალაგოს კალციუმი. ანუ ადგილი, სადაც მოძებნის მარტივად რომ ვთქვათ, რომ ეს მაღალი კალციუმი ჩაალაგოს, ჩაალაგებს ხოლმე. ამიტომაც არის რომ მაქსიმალურად როცა ჰიპერკალცემია არის ხოლმე ჩვენ მერე ვნახულობთ სხვადასხვა ორგანოებს ხომ არ არის სადმე სხვაგან. ხშირად არის ხოლმე უროლოგები უშვებენ ჩვენთან პაციენტებს, როდესაც თქვათ ნახავენ რომ ბევრი კრისტალები, ბევრი მარილები გროვდება თირკმელში და წელიწადში რამდენჯერმე ხდება ხოლმე ამის დაგროვება. კენჭის გავლას რო ვეძახით. კი ბატონო, მერე ეძებენ მიზეზს ხომ არ არის ეს რაღაც ენდოკრინული დარღვევის მიზეზი. და შოთა, აი როდესაც უმეტესობა ახლა უჩივის მაინც ამ ხერხემლის პრობლემას ხო წელზეთი აქ არის კისერი და ასე შემდეგ.
შემდეგ ამ შემთხვევაშიც ანუ იცნობ კაცი მე შეგეც გამარჯობა აგერ მაგრამ მე წესრიგში მაქვს ჩემმა შოთა ექიმა გადამიმოწმა ეს ანალიზები აი ამ შემთხვევაში მაინც თუ რაღაცა წანაზარდები არის თიაქრული უნდა ვივარაუდოთ რომ შეიძლება იყოს ნაკლებობა დაკავშირებით ნაკლებს ავარაუდოა უფრო აი რენტგენს რო ვიღებთ ან დენსიტომეტრიას რო ვაკეთებთ ხოლმე ძვლის მინერალიზაციაზე გვეუბნება ხოლმე რენტგენოლოგი რომ აი ძვალი გამოფიტულია ანუ ჩანსი კი ჩანს რა თქმა უნდა რენტგენზეც ახლა რენტგენი 100%-იანი მის სადიაგნოსტიკო არ არის მაგრამ რამდენიმე ნიშანი არის რითაც დგინდება მაგრამ 100%-იანი დიაგნოსტიკა გვაქვს რენტგენული აბსორბციომეტრია დექსა ეგრეთ წოდებული რენტგენული დენსიტომეტრია არის რამდენი რამე იცის გადავირიე რა ეს ყველა ექიმა იცის რომელიც გვაძლევს ინფორმაციას აი ძვლის მინერალიზაცია და სტრუქტურა როგორი არის და გვაქვს სხვა შორის ორნაირი ძვლის სტრუქტურა ეს გარეთა სიმყარე რაც აქვს და ტრაბეკულური ძვალი და შეიძლება გარეთა სიმყარე კარგი იყოს მაგრამ ტრაბეკულურ ძვალზე გამოფიტული იყოს ინფორმაცია და შესაბამისად ამ დროსაც უნდა მიექცეს ამას და ბოლო კითხვა მექნება რამ წელიწადში რამდენჯერ უნდა ჩავიტაროთ ანალიზები მინერალებზე თქვა 6 თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ პრევენციისთვის ჯობია წელიწადში ორჯერ იყოს პროფილაქტიკური ანალიზები ჩატარებული, მაგრამ თუ არ გვაქვს ამის საშუალება, ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის პერიოდში უფრო უპრიანი იქნება, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. ხო ეს ყველაფერი. ამოწურე. ხო არ გაქვს. მე თუ მომეცით საშუალება, საერთოდ არ გავუშვებ შედას 11 საათამდე. ვიცი და ამიტომ ვიკითხე. მივდივართ, გაზაფხული მოდის და უნდა გავიკეთოთ ეს ანალიზი. აუცილებლად შოთა ექიმს დავუჯეროთ. კი ბატონო. ახლა გოგოლა კალანდაძეს უთმობთ დილის ლაივის ეთერს, რომელსაც ბაია პატარაია მომასპინძლა, ასე რომ ნახოთ გოგოლას სახლები. ნახოთ. შევდივარდები მასპინძელი გამოირჩევა პროფესორი ხასიათით. სუ აქციებზე დგას, სუ ადამიანების უფლებას იცავს, სუ აქტიურია და სუ გამოპრანჭული და ქუსლებზე დგას. საფარის ხელმძღვანელი, უფლება დამცველი ბაია პატარაია გვიმასპინძლებს დღეს. წავედით. მომდანდი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი, ძალიან მიხარია რომ გამონახე და გამიღე შენი სახლის კარი. პირველ რიგში მომყევი როგორ ხარ? ნუ რა ვიცი ხე როგორც შეეფერი, როგორც ყველა არის. განწყობა როგორ იქნება? საბრძოლო, ამ 7 არა, მაგრამ ნუ ვიბრძვით რაღაცა ეგ განწყობა ყოველთვის თან დაგდებს ანუ ხო, მაგრამ ეხა განსაკუთრებით, ნუ ყოველ შემთხვევაში რაც მზიამ შიმშილობა შეწყვიტა, უფრო ცოტა მეც უკეთესად ვგრძნობ თავს. როგორც ჩანს ძალიან ნერვიულობდით და ყველაფერი არის სტრესი. მაგრამ ნუ რა ვქნათ რა, ეხა ისეთი დროა, კარგად ეხლა არავინ არ არის, მე მგონი. მაგრამ უძლებთ და ვიაზრებთ იმას, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დროა. ძალიან საინტერესო ეპოქაში ცხოვრობთ. ნამდვილად გეთანხმებ. მოდი დავწყოთ შენი სახლის ისტორიას. შენი ზრული აი ამ სახლის ინტერიერზე? კი, მინდოდა მაშინაც რაღაცა მოდაში იყოს, რაღაცა ლოფტის სტილის შემოტანა, რაღაცა აგურების გაჩენა, ძველი აგურების გაჩენა სახლში. და ხო, აი ავეჯი ყველაფერი არის მეორადი სხვათა შორის. ის მაგალითად 100 წელიწადზე უფრო ძველია. გალამაზია. ძველი ავეჯი, მაინც მეორად ავეჯად ითვლება და ძვირიც არ ღირს. ძალიან ლამაზია და რაღაცნაირად ზოგადად როგორც მივხვდი გიყვარს ძველი ნივთები. აქ ნახატებს ვხედავ, მე ვიცი რომ შენ ბავშვობაში ხატავდი. და მე რაღაცნაირად განაახლე. ეს შენი ნახატები ხო არა? აი ეს ერთი არის ჩემი ნახატი. ეს პრინციპში ისლანდიაში ვიყავი ერთ კარგ დროს. ეს არის მდინარის მყინვარი. და რაღაცა ისეთი დიდი შაბაშტილება მოახდინა და მე შევეცადე, რა თქმა უნდა, არ ვარ პროფესიონალი მხატვარი. აქ არის ჩემი საყვარელი მხატვრების ნამუშევარიც. აი დავით ხიდაშვილის არის ეს პატარა ნატურმორტი, ანუკა ბელუგასი არის ეს, რომ გავიცან ჩვენ მეგობრო რომ დაიწყო იმდროინდელი პორტრეტია. ამ სახლში მარტო ცხოვრობ? რაც ჩემი შვილი სასწავლებლად წავიდა გერმანიაში, მას მერე გამოდის მარტო ცხოვრობდი. და ლამაზი კედელია. ეს შენი მონახატი ხო არ არის? არა, ეს ვიცოდი რომ რაღაც არ გამოდის ყვავილებთან დიდი ურთიერთობა, მაგრამ მაინც გიყვარს და გინდა რომ იყოს სახლში ყვავილი. გადაწყვეტილება. ვიფიქრე რომ უნდა
რაღაც დახატული იყოს. ვერ ვახარებ ამ მონსტერას და კედელზე მაინც იყოს დახატული. აი აქეთ მზე. ხო, ეს მზე ჩემი დახატულია. ხელამაზი. ხო, ეს თუმცა როგორ კარგად ხატა. ეს საერთოდ ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ ხო, კონცეფცია ის არის, რომ მზე და სითბო, მაგრამ რომ მზისგან მოდის მე ყველა მცენარე, ყველა ყვავილი, ყველა ფერი გვაქვს მზისგან და რაღაც ამიტომ ეგეთ სისხივები აქვს ეგეთი ფერად-ფერადი მაგ მზეს. ხანდახან რაღაცა უბრალო ნივთს ვიყიდი და მე მოვხატავ და მე გააკრამე ესეთი. კი. რაც მოხატული. კი, შემიძლია გამოვიტანო და განახო. კი, მაჩვენე. რა დროს ხატავ ხოლმე ცოცხასიაძე ხარ? უფრო ხატავ ხოლმე მაშინ, როდესაც მაქვს ამისი დრო. როდესაც მაქვს რაღაც ხანდახან არის რომ იდეა, რაღაცა მინდა რომ დავხატო. ეხლა გაჩვენებთ ჩემ პიჯაკს და ეს მინდოდა რომ დამეხატო. ძალიან მინდოდა მედუზა გორგონას დახატვა. და ეს მინდოდა რომ თეთრი თვალები ქონოდა. როგორი მრავალმხრივ ნიჭერიც ყოფილ ხარ შენ ამ ყველაფერთან ერთად. აი ესე ვირთობ თავს როგორც შემიძლია და ეს თვალებიც ესე უფრო გველის მსგავსი და ეს უმაცვია ხოლმე, იტყვი რომ ეს ადიყიდე და რაღაც მე არ მეტყვი დავხატე, ესეთი არ მიყიდია. ხო, მაგრამ ეს დიდი ხანია ამისთვის ვერ ვიცხლი სამწუხაროდ, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცების კეთება. ძალიან ლამაზად გამოიყურები, აი სახში, სულ ეს დიდი კაპრანჭული ხარ? არა, ის თქვენთვის გავიქრა. მართლა, მაგრამ კიმონოები ხდება ეს კიმონოები ძალიან მიყვარს. საერთოდ აღმოსავლურ კულტურაც ძალიან მიყვარს. მე ვთვლი რომ ქართველები ევროპელები ვართ, იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ და ამ კულტურიდან მოვდივართ, მაგრამ ასევე ვფიქრობ რომ აღმოსავლეთს აქვს ის რაც ევროპელებს დაგვავიწყდა და რაც არ აგვაქვს და ამიტომ ხშირად უნდა მივმართოთ აღმოსავლეთ მათ ფილოსოფიას პირველ რიგში, ცხოვრების წესს და მათი ესთეტიკაც რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია და კარგია. თუ ხარ ფორმაში გამოპრანჭული, ამას ახერხებ, ასწრებ, მაგისთვის რო გრჩება, ხო? არ ვიცი, ძალიან ცოტა დროს ხარჯავ სიმართლე გითხრათ. მაქსიმუმ თმა შევიჭრა. განსაკუთრებით ხო 40 წელს რო გადაცილდები და მე ალბათ მაინც რაც შიგნით გაქვს, უფრო მგონია რომ ენერგეტიკა გამოდის და ხასიათი და შინაგანი განწყობა არის, რაც ადამიანს ძალიან ეტყობა. და მე მყავდა ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც მეუბნებოდა ხოლმე, რომ 40 წლამდე როგორ გამოიყურები არის, ну, რაც გაჩნდის მოცემულობა, ხო 40 წლის მერე როგორ გამოიყურები, არის უკვე ის თუ როგორ იცხოვრე და როგორ ცხოვრობ. და ამ ყველაფერს ალბათ გენეტიკაც არის. რა თქმა უნდა, გენეტიკა შველის ამ ყველაფერს ინტერვიც ძალიან ლამაზი დაგყავს, შესაძლოა ლამაზია და გამომბრანჭული. ბაი, რამდენად გიყვარს სახში ყოფნა? ძალიან მიყვარს სახში ყოფნა. ძალიან დიდ დროს ვატარებ სახლში. მე არ ვიწყენ სახლში, საერთოდ ეს მომენტი არ მაქვს. მაქვს საშუალება, რომ ბევრი ვიფიქრო და რაღაცა მოვიფიქრო. რაც მე მალე კეთდება ის, რაც წინასწარ კარგად არის მოფიქრებული სხვათა შორის. ადვილადაც კეთდება და მალეც კეთდება. ეს საზოგადოება გიცნობს როგორც ისეთი ძალიან მკაცრი, აქტიური, ძლიერი და სუიცებს ხვის უფლებებს ყოველთვის. მე მაინტერესებს სახში, როგორია ბაია. აი სახლის კარს რომ მოიხურა. რა ხდება? როგორი ხდები? ხო, სახლში მე ვარ ძალიან ჩუმი და მშვიდი. ზოგს გონია რომ ვარ ძალიან აქტიური ადამიანი, იმიტომ რომ საჯარო ცხოვრებაში ვჩანვარ აქტიურად. მაგრამ იქ საჭიროა ქმედება და იმიტომ. ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული ვამბობდნენ რომ კარგად თუ არ მოძებნი, შეიძლება ვერ გაიგო სახლში არის თუ არ არის. სახლურ საქმეებს თუ ითავსებს, აი როგორი დიასახლისი ხარ? არ მიყვარს სახლის საქმეების კეთება. არ მიყვარს მირჩევნია რომ ვინმე დამეხმაროს სახლის საქმეების კეთებაში. უფრო მიყვარს საჯარის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან შემოქმედებითია კულინარია. მე თვითონ ვარ გურმანი, ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელები და კეთებაც მიყვარს. ისე მეც გურმანი ვარ, კეთება არ მიყვარს. გამოგდის? კი, გამომდის. რას გეუბნებიან, ვინც დააგემოვნა შენის მიერ დამზადებული კერძი? არა, ეს ცნობილი ამბავია, რომ კარგად ვამზადებ. ოღონდ მიყვარს ექსპერიმენტები კულინარიაში და არ შემოვისაზღვრები მარტო ქართული კულინარიით. სხვა მხრივ ხა სახლის დაალაგება არ არის შემოქმედებითი და დიდად ის არის სხვა რაღაცები დიდად არ მიყვარს, მაგრამ კულინარია კი. როგორი დედა ხარ?
აიცით როგორი? აი ერთი მთავარი პრინციპი არის შვილის აღზრდაში ასაცხვებსაც ურჩევ. არის ის რომ ძალიან ცოტა რამე აუკრძალეთ თქვენ შვილს. მე ყოველ შემთხვევაში ასე გავზარდეთ ჩემი. მაგრამ რასაც უკრძალავთ, იმაში ძალიან თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და მკაცრები. მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან ცოტა რამ, რასაც უკრძალავთ და ძალიან მნიშვნელოვანი მართლა რაც არ შეიძლება. დანარჩენი ყველაფერში რომელიც არის წვრილმანები, უნდა ჰქონდეს ბავშვს დიდი თავისუფლება. შეცდომების დაშვების უფლება უნდა ჰქონდეს, შედეგები თვითონ უნდა დაინახოს თავისი საქციელის, პასუხისმგებლობაც, პატარა პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს და რაც მთავარია, ძალიან ხშირად უნდა გავუმეოროთ, რომ ჩვენი სიყვარული არის უპირობო შვილის მიმართ. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან გავუბრაზდეთ, მაინც ყოველთვის გვიყვარს და უპირობოდ გვიყვარს და რომ ყველაფერი შეუძლია რომ გვითხრას. ამიტომ თუ რამეს გვეუბნება და ისეთია, რაც მაგალითად დარღვია რაღაცა წესი, ხო? მნიშვნელობა აქვს, რომ აი ეს ნდობა, რასაც გამოხატავს, ეს ძალიან დავუფასოთ. რომ ჩვენ ხო გვინდა რომ ბავშვს პრობლემა ექნება პირველი ჩვენ მოგვიყვეს. ამიტომ ჩვენი შიში არ უნდა ჰქონდეს. უნდა ვიყოთ ცხადია სამართლიანები, მაგრამ უნდა შეეძლოს რომ როცა პრობლემა აქვს, პირველ რიგში ეგულებოდეს დედა და მამა, ვისაც თავის პრობლემას გაუზიარებს. და ეხლა როდესაც უკვე წასულია, სწავლობს 17 წლის არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი თავისუფლება და სულ ვეუბნები ხოლმე რომ რაღაცებს ჩვენ ვეღარ გაგახსენებთ და აღარ გაგახსენებ, იმიტომ რომ დიდი ხარ, შენ უნდა გახდე შენი თავის დედა და ის დისციპლინა ის რასაც უდედა გთხოვდა და გახსენებ და უკვე უნდა ნელ-ნელა მეთქი გადაიბარო, იმიტომ რომ დასრულობაში შედიხარ. შენ თვითონ როგორი მშობლები გყავდნენ, ან მკაცრები იყვნენ? კი, ჩემი მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ, მე ეგეთი მკაცრი მშობელი თვითონ არ ყოფილვარ. რაღაც ძალიან ბევრ რამეს მიგუძალავდნენ, ჩემი საჭირო არ იყო. მაგრამ არც მიხსნიდნენ ეს აკრძალვები საიდან მოდიოდა, ეგ იყო ხოლმე ძალიან დამაბნეველი. მე ვცდილობდი რომ იგივე რაღაც იგივე შეცდომა არ დამეშვა. მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, იცით? ეხლა იმდენი ვიცი და ამ ყველაფრის რაღაცნაირად აპროტესტებდი თუ არა? მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ესეთი ბავშვი, რომელიც ვიღებდი იმას, რასაც მშობლები მეუბნებოდნენ, თუმცა დედაჩემი ესე არ თulis და მამაჩემის მთლიან, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი და რაღაც აი მაინც გამოვხატავდი პროტესტს, რამე თუ არ მომწონდა, ამას ვაფიქსირებდი რაღაცა ტიპის ფორმით. უნდა მივცეთ ბავშვებს იმის საშუალება, რომ რაღაც არასწორად გააკეთონ. მე დაინახონ, რატო იყო ეს არასწორი, თვითონ გადაიხადონ ამისი ფასი, რომ რაღაც შეეშალათ და საკუთარ შეცდომებზე ყველამ უნდა ისწავლოს, ანუ შეცდომის დაშვების უფლება უნდა მივცეთ ადამიანებს. მაინტერესებს აი რა ასაკში გაგიჩნდა სურვილი იმისა, რომ დაგეცვა ქალების უფლებები? ძალიან გვიან სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ესე ქალებს ესე ცუდად არ ექცეოდნენ, ან ძალადობა არ მქონდა ნანახი და საერთოდ მეგონა რომ ეს პრობლემა სადღაც არსებობდა, მაგრამ არა ჩვენ გარშემო და პირველად აი 2008 წელს იყო, როდესაც შევხვდი ძალიან სერიოზული ძალადობის სხვებ ქალებს. სისტემატურად და მივხვდი, რომ უშველებელი პრობლემა არსებობს. ხო, ეს პრობლემა აღიარებული არ არის. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, ვითომ ის არ არსებობს და არც კანონი, არაფერი არ არის ამ ქალების დასაცავად. და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თვითონ რომ მათი სირცხვილი იყო ეს. და არა მოძალადის და თვითონ რომ ეს დაემალათ და არავისთვის არ ეთქვათ, იმიტომ რომ ოჯახის საქმე იყო და ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გაეტანათ, მაგრამ ამას მოყვებოდა ხოლმე საშინელი ძალადობა, მკვლელობა და აქაც უბედურება. ეხლა ნამდვილად ვართ ისეთ ეტაპზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობაში არის კონსენსუსი, რომ ძალადობა არსებობს ქალებზე და არის კონსენსუსი, რომ ქალმა ეს არ უნდა მოითმინოს და მე მახსოვს რომ ეს ესე არ იყო. მე მაინტერესებს რამდენად გიყვარს სახლის ნივთები. მშობლების სახლიდან თუ გაქვს რამე ნივთი წამოღებული? მაქვს ერთი ლარნაკი, რომელიც დედაჩემს ჩვენი ერთხელ ვთხოვე რომ ეს ლარნაკი იყოს ჩემი თქო და დედაჩემს რა თქმა უნდა ძალიან გავუხარდა. აი ესეთი ლარნაკია
ძალიან მაგონებს ჩემ ბავშვებს. მთელი ბავშვობა მე ამ ლარნაკს ხედავდი და რაღაც მე თვითონ ვთხოვე დედას, რომ მე შეიძლება რომ ეს ნიჭი მქონდეს, იმიტომ რომ არის ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი და ესეთი რამდენიმე ნივთი მაქვს კი. ბაია, მინდა რომ მომიყვა შენი ბავშვობის სახზე. როგორი იყო? ჩემი ბავშვობის სახში ბინაში გავიზარდე. და ნუ ყოველთვის მეგონა რომ ძალიან ლამაზი იყო, იმიტომ რომ ძალიან გემოვნებით აკეთებდა ყველაფერს დედაჩემი და ძალიან მომწონდა და მე სახლი გავყიდეთ, იქ ახლა არ ცხოვრობს ჩვენიანი. სხვათვის სენტიმენტები არ მქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი არ გავყიდოთ და რაღაც, უბრალოდ ძალიან მიყვარს, მაგრამ ხვდები, რომ მე ჩემი მოგონებები მიყვარს და არა კონკრეტულად ის სახლი. მაგალითად, ყველა ჩემი სიზმარი, უმრავლესობა სიზმრები სწორედ იმ სახლში ვითარდება. მაგრამ ეხა არ მჭირდება რომ იმ სახლში მივიდე, ან ნახო ესეთი სენტიმენტები არ მაქვს. მაგრამ აბსოლუტურად ვთვლი, რომ ყველა ბავშვისთვის, სადაც გაიზარდა, ის სახლი ცნობიერში დარჩება ნამდვილ სახლად. ანუ ნამდვილი სახლი მე მგონი არის მარტო ის სახლი, სადაც გაიზარდე. ბავშვობის სახლი არსებობს სიზმრებში და ის არის მთავარი სახლი. ანუ შენი საოცნობო სახლი როგორი იქნება? არ მაქვს დიდი პრეტენზიები, ხა ესაც ძალიან მომწონს, სადაც ვარ და როდესმე თუ დავასრულებ აგარაკის მშენებლობას, რომელიც დაწყებული მაქვს, ნუ ეგ არის, რომ თბილისიდან გარეთაც და ბუნებაში ყოფნა არის ალბათ ძალიან კარგი და იქ არის ძალიან დიდი ფანჯრები, აი მთელი კედელი არის ფანჯრები, იმიტომ რომ აი ეს მაქვს, რომ მე მქონია საოცნობო სახლი. ხო, ანუ კაია ესეთი. კი, რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ სხვა მხრივ არ იცით როგორ არის, აი უფრო პატარა რო ვიყავი ხოლმე, უფრო მქონდა რომ აი რაღაცა ნეტა ჩემი იყოს. სახლებზეც, შეიძლება სხვა ნივთებზეც და მე ცოტა ასაკი რომ მომემატა, მივხვდი რომ რაც კარგი არ არის აუცილებელი რომ შენი იყოს. მაგალითად, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მუზეუმში საუკეთესო ნახატები რაც მინახავს, ის სახლში მქონდეს. არ მაქვს ამის სურვილი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ რაღაცა დააფასოს იქ, სადაც ის არის. შეუძლია აღფრთოვანდეს და ბედნიერება განიცადოს. მხოლოდ ყურებითაც კი არ არის აუცილებელი ყველაფერს ვფლობდეთ. არ არის აუცილებელი, რომ რამე ჩვენი იყოს, არა. რაც კარგია და გვახარებს, იქაც კარგია და გვახარებს. აი ყვავილის მოწყვეტის ამბავია რა. არ არის აუცილებელი, რომ სახლში მოწყვეტილი ლამაზი თაიგულები გქონდეს. სადაც არის, იქაც ძალიან ლამაზია, შეგვიძლია მივიდეთ და იქ ვნახოთ როგორც არის. ესე წამოღება ყველაფრის დასაკუთრება და შენთვის ქონა არ არის სწორი. მე ესე ვთვლი. როცა ცოტა რამე მინდა, მე მაგალითად ვთვლი, რომ უფრო თავისუფალი ვარ. საქართველოში ისეთი სიღარიბეა და ხალხს ისეთი ნივთები ენატრება, რაც ძალიან სევდიანია, რომ ადამიანს სახლი რო არა აქვს. საერთოდ რო არა აქვს სახლი. ანუ რანაირად, როგორ შეიძლება რომ არ მტკდეს. მე არ მინდა მილიარდელების ქვეყანა, რომლებიც უბრალოდ ვერ ძღებიან. ვერანაირი ფულით, ვერანაირი ქონებით, ვერანაირი ძალაუფლებით. მე არ მინდა ესეთი ხალხი ხელისუფლებაში. მე მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ბაზისური ყველას აქვს და იმაზე მეტის მოპოვების შესაძლებლობაც არსებობს თუ ადამიანი იშრომებს. ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ რამე უნდა აგროვოს ადამიანმა, მაინც არის სულიერი. გეთანხმებ. და სიხარული. რაღაც ვერ გაწყა ივანიშვილი ვერასდროს ვერაფრით. რა ვიცი, რა თუ უნდა? არ ვიცი რა თუ უნდა. ანუ ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია, ხო? ეს არის რაღაცა უბრალოდ ვნება. და ვნება როგორც დემონი, მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ. ეს არის დემონი, ანუ დემონი გფლობს, როდესაც შენ ვეღარ ძღები და ვეღარ იკმაყოფილებ მატერიალურ სიკეთეს. რა გინდა ამდენ მიზაში მაინც ვერ წაიღებს. იქ ვერ წაიღებს და აქ ხომ უნდა იცოდე ადამიანმა საკუთარი საზღვრები. აი სახში რომ შემოვედი, თვალში მომხვდა ეს რუპორი, საყვირი. ძალიან საჭირო ატრიბუტია შენთვის, ხო? ძალიან მიჩვეული ვარ ამ ნივთს.
მიყვარს, ასე ვთქვათ, ეს ნივთი, იმიტომ რომ ეს ნივთი ჩემთვის არის სიმბოლო. ბევრ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში ხმა წართმეული აქვს. რუპორი როგორც ხმის სიმბოლო, ჩემთვის არის ძალიან ახლობელი. ჩემი რუბრიკის, ასე ვთქვათ, ბოლო კითხვა არის, რა არის შენთვის სახლი? სახლი პირველ რიგში არის ალბათ რაღაცა უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია რომ დაისვენოს, აღედგინოს ძალები, განმარტოვდეს, იფიქროს. სახლი არის ალბათ ის ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან რჩება მარტო. სახლი სინამდვილეში შიგნით არის, რასაც ჩვენ ვატარებთ, ჩვენში არსებობს ნამდვილი სახლი, მაგრამ აი ფიზიკური სახლიც ხშირად ემთხვევა ამას. საკუთარ თავთან ურთიერთობის ადგილია სახლი. აი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო სახლი გაქვს და შეგვიძლია ძალიან საინტერესო ადამიანი და გისურვებთ ძალიან დიდი წარმატებები. მადლობა, მადლობა. მადლობა გოგოლას, მადლობა ბაიას. ძალიან საინტერესო იყო ბაიას და სტუმრობა. ბაჩო, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე და ეხლაც ვიმეორებ, რომ ნუ ალბათ ბევრია ასეთი, მაგრამ მე რაღაც განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ლომებთან, იცი ალბათ. ჰოროსკოპიდან გამომდინარე და ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანეს საკითხს უნდა შევეხოთ ეხლა მე და შენ და ჩვენი ტელემაყურებელთან ერთად ამ საკითხზე უნდა ვესაუბროთ. თბილისის ზოოპარკის ბინადარ ბოკვერს დახმარება სჭირდება. ლომის ბოკვერი ზოოპარკის ოფისში ისდება და მას ესაჭიროება რა თქმა უნდა ვოლიერი და შესაბამისი პირობები, რომელსაც ზოოპარკი საკუთარი სახსრებით და ძალებით ასე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს. უფრო მეტ დეტალს ბოკვერის და მისთვის არასათანადო პირობების შესახებ ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურა გურიელიძე გვეტყვის, რომელიც უკვე ხაზზე გვყავს. ბატონო ზურა, დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. ვაიმე, ლომის ბოკვერთან ერთად. დილა მშვიდობის. მოგესალმებით და გათვის ბელიც გვერდზე არის, ხო? და ძაღლთან. თუ ძაღლია? არა, გათვის ბელი არ არის, ძაღლია. ვაიმე, რა საყვარელი ძაღლია, გათვის ბელი. ბატონო ზურა, თქვენ ხა გარეთ ბრძანდებით? გარეთ ხართ? და ლომისთვის შეიძლება გარეთ ყოფნა ზამთარში? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მოდი ისე არა რომ გაცივდეს რა თქმა უნდა, მაგრამ მის სუფთა ჰაერზე ყოფნა, თან რაღაც ცხოველები გაცილებით უკეთესად იტანენ ხოლმე. სიცივეს ვიდრე ადამიანები, აფრიკული ცხოველები კი ზოგადად საკმაოდ ესეთი გამძლეობით გამოირჩევიან ხოლმე, ასე რომ გაგვაცანით ლომის ბოკვერი რა დაარქვით სახელი? სახელი რა აქვს? ცოტა ხანში შევიყვანთ. ეს გახლავთ ლომის ბოკვერი შანი დავარქვით, ეს არის აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებული ქალის სახელი, რომელიც ნიშნავს ხის, წყინვალეს და ახლობთ ესეთი ნიშნულობა აქვს და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს თანაშრომლობა, ბევრი ვივსჯელეთ და ბოლოს შევარჩიეთ სახელი, რომელიც უფრო თქვათ ადვილი გამოსათქმელი იქნებოდა და თანაც რაღაცნაირად ლამაზი უნდა ყოფილიყო და ამიტომ გადავწყვიტეთ ეს სახელი დაგვერქმია. მოგვიყევით როგორ იზრდება რა პირობები აქვს, რა პირობები სჭირდება უფრო სწორად ამაზე რომ ვისაუბროთ, ალბათ უფრო მეტად საჭირო იქნება და რა შეიძლება რომ ჩვენ საზოგადოებამ გავაკეთოთ და მიმდინარეობს ახლა ჯერჯერობით. დიახ. ნუ საზოგადოებამ საერთოდ ძალიან ბევრი შეიძლება გააკეთოს ზოოპარკისათვის და კონკრეტულად ლომისთვისაც, რაც საერთოდ მიღებული არის სოფლიოს ზოოპარკებში. ახლა ჯერჯერობით ეს ლომის ბოკვერი იზრდება ჩემთან კაბინეტში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს მოულოდნელად აღმოჩნდა ჩვენთან და ამიტომაც არ იყო გათვალისწინებული მისთვის ვოლიერის მომზადება. ასე რომ ძულებული გავხდით რომ გეგმები შეგვეცვალა და დავიწყეთ ვოლიერის მომზადება. ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი დაკავშირებული არის თანხებთან და არც თუ ისე მცირე თანხებთან. ამიტომაც ეს საზოგადოება ძალიან აქტიურად გამოეხმაურა ამ საკითხს და იმედი გვაქვს, რომ გადავწყვიტავთ საზოგადოების დახმარებით და კარგი ვოლიერი ექნება უკვე ახალ ტერიტორიაზე. სად იგეგმება ამ ვოლიერის აშენება ახალ ზოოპარკში? ძველში. ახლა ტექნიკური ამბავი გვაქვს ახლა. უკაცრავ სადღაც წავიდა და სასეირნოთ. ხო, გისმენთ. ეს ახალი ვოლიერი სად უნდა გაკეთდეს? ახლა გადაწყვიტა რომ გაესეირნოს.
კი ბატონო. ძველ ზოოპარკში თუ ახალ ზოოპარკში? არა, ახალ ზოოპარკში, იცით როგორ არის, იქ ახალ ზოოპარკში თბილისის ზღვაზე, იქ აი ზამთრის ვოლიერი თითქმის მთლიანად აშენებულია, მცირეოდენი სარემონტო სამუშაოები დარჩენ, მაგრამ გასაკეთებელია ღია ვოლიერი, თანაც ეს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. დიახ. იცით რა მაინტერესებს, საიდანაც მოხდა, ევროპის ესეთი აიაზას წევრი კითხავ, საიდანაც მოხდა ეს მოკვერი თქვენთან, ანუ ის რაღაცნაირად პასუხისმგებლობის საკითხში ხომ არის ნაწილებს თვითონ ვინც მოიყვანა თქვენთან ეს მოკვერი? ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით ეს ხო, რა ვიცი, ალბათ შეიძლება არ ვიცი, ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მათთან საუბარი არ გქონია და ნუ ასე რომ ყველამ შეუძლია გამოხატოს თავისი სურვილი, ასე რომ ვთქვათ. გასაგებია. ვინმე სურვილი აქვს, შეუძლია დაეხმაროს, რომ მას ჰქონდეს კარგი ვოლიერი. თუმცა ამას ჩვენს მაინც შევძლებთ ყველა შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოების დახმარებით გაცილებით უფრო ადვილი მიღწევადი იქნება და გაცილებით უფრო უკეთესი. ბატონო ზურაბ, თქვენ საუბრობდით საერთაშორისო სტანდარტებზე, რომელშიც უნდა მოექცეს ახალი ვოლიერი, რომელშიც სანი იცხოვრობს და რა სტანდარტებზეა საუბარი საზოგადოებასაც რომ განუმარტოთ, ანუ როგორი უნდა იყოს ვოლიერი, ანუ რა პირობები უნდა ქონდეს ლომს? ნუ ფართობი უნდა იყოს შესაბამისი, რომ ერთ-ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ მარტო არ უნდა იყოს და ამ მიმართულებით უკვე ვზრუნავ, ჩვენ მიმართეთ ევროპის ზოოპარკებს და მალე ალბათ მოგვიძებნიან კიდევაც პატარას მის სტოლს, რომ ჩამოვიყვანოთ და მარტო არ იყოს, გარდა ამისა მას უნდა ქონდეს ესე ვთქვათ ზამთრისთვის, ან ეგრეთ წოდებული აი შიდა ვოლიერი, სადაც რაიმე მაგალითად ბევრი შემთხვევის დროს შეიძლება რომ უნდა იყოს იზოლირებული და გარდა ამისა უნდა ქონდეს თავშესაფარი ნებისმიერ ამინში. ეს იქნება სიცხე იქნება თუ სიცივე, სიცხეც ისეთივე პრობლემატურია. ამიტომ ეს პრობლემები ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს. გარდა ამისა უნდა იყოს შესაბამისი ღობე, ანუ ბარიერი, როგორც ეძახით, რომელიც გადავლახვას ლომს არ შეეძლება. ანუ უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც ცხოველის, ისე ადამიანებისათვის. იცით რა მაინტერესებს, ანუ თქვენ თქვით რომ ამისთვის არ იყო მზად, ასე ვთქვათ, ზოოპარკი. ეხლა ახალი ზოოპარკი იძლევა ალბათ იმის საშუალებას, რომ რაღაც ცხოველები კიდევ დაიმატოს, ხო? ანუ ტერიტორიას გულისხმობ და იმ პირობებს, რომელიც შეიძლება არის ამის საშუალება, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, ტერიტორია საკმაოდ კარგია, მაგრამ მარტო ტერიტორია საკმარისი არ არის, საჭირო არის ვოლიერების აშენება და შესაბამისად მიმდინარეობს ეს პროცესი, ნაწილი ცხოველებმა გადაყვანილია და შემდეგ ასევე ვამზადებთ ვოლიერებს სხვადასხვა ცხოველებისათვის. ასევე კიდე ერთი კითხვა მექნება, დაახლოებით რა რესურსია თანხას გულისხმობ, რა რესურსია იმისთვის საჭირო, რომ მინიმალური პირობები ახლა ამ ეტაპზე რაც სჭირდება, ბოკვეს რომ შესრულდეს, რომ რაღაც საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, მოახერხოთ და იქნებ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. ისიც რა ნებისმიერი რა თანხაც არის დამატებითი ხო, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს, თქვა რაღაც გარკვეული რესურსები, უბრალოდ ჩვენ გადანაწილება მოგვიწია, უბრალოდ სხვა ვოლიერისთვის გადავწიეთ სხვა ვოლიერი და დავიწყეთ ამ ლომისთვის ვოლიერის მშენებლობა. იცით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ზოგადად მთლიანად მთელი ვოლიერი, რაც უნდა იყოს საბოლოოდ ფორმა მიღებული, საკმაოდ ძვირადღირებული არის. მაგრამ აი საწყისისათვის, რომ ეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს და შანის თავს ძალიან კარგად ცნობდეს, რა თქმა უნდა, ეს პირველი ეტაპი იქნება. ხო, პირველი ეტაპი იქნება გაკეთებული და შემდეგ უკვე დაემატება. ნუ ზოგადად აი მთლიანად მთელი ვოლიერის აშენება თავისი ყველაფრიანად ეს საკმაოდ დაახლოებით 100,000 ლარზე მეტია. აჰა, გასაგებია. $100 უფრო სწორად. ბატონო ზურაბ, აი დაახლოებით მაქსიმუმ კიდე რამდენი ხანია შესაძლებელი რომ შანი ვთქვათ ოფისში გაიზარდოს, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპის შემდეგ უკვე წარმოუდგენელი იქნება ალბათ მისი ასე თავისუფლებაში სეირნობა და ოფისში ყოლა, ხო? და აი კიდევ რამდენი ხანი გაქვთ დრო, ვთქვათ მაქსიმალურად. ხო, რა თქმა უნდა, ნუ ჩვენ აი დაახლოებით ვანგარიშობთ, რომ სადღაც 2 თვეში უკვე უნდა გადავიყვანოთ ვოლიერში, მაქსიმუმ 2 თვეში.
იმიტომ რომ შენებლობა სჭირდება, გარდა ამისა თვითონ პროცედურების გასავლელი არის, რომელიც ასევე დრომი აქვს და შესაბამისად 2 თვე ალბათ ის არის უფრო გონივრული ვადა, რომელიც შეიძლება რომ სად მიდიხარ. გაუთავროთ ჩანის ვოლიერი. ესე იგი, ეხა კადრებს ბატონო ზურაბ, გონია რომ YouTube-ზე რომ ლამაზი კადრები არის, ლომები რომ ცხოველებთან ერთად სეირნობენ და ზღაპრებში რო არის, ზუსტად ესეთი კადრი არის ულამაზესი. და ეს როგორ შეძელით რომ ძაღლებთან ერთად ასე მეგობრულად სეირნობს შანი? ხო, ეს რა თქმა უნდა შანის დამსახურებაა. თქვენი დამსახურებაა. ძაღლები ძალიან უყვარს ეს ძაღლები, მათთან ერთად ცხოვრობს. ჩემი რა გითხრათ, უფრო ლომის დამსახურებაა. სანამ დაგემშვიდობებით, მაშინ ბოლო კითხვა მექნება, სად შეიძლება რომ ჩვენ მაყურებელმა და ზოგადად საზოგადოებამ ან ჩავრიცხოთ ეს წვლილი შევიტანოთ, ანგარიშის ნომერი იქნება ეს თუ როგორ უნდა ზოოპარკის გვერდზე უნდა ვნახოთ, სად შეიძლება ვნახოთ და იცით როგორ არის, აქ არის ზოოპარკის გვერდზე, იქ არის დონაცია და იქიდან შეიძლება იყოს ჩარიცხული. იმედი მაქვს რომ მალე ექნება შანის საკუთარი ვოლიერი და ის იმ პირობებში გაიზრდება, რომელ პირობებშიც, ასე ვთქვათ, ზოოპარკში უნდა იზრდებოდეს ყველა ცხოველი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით. მას ექნება ყველა შემთხვევაში. დიდი მადლობა. დიახ, ამ ბატონო ზურაბ რაღაცას ამბობდით, დაასრულეთ, რა ექნება მას? ხარო, ვოლიერი ყველა შემთხვევაში ექნება, მაგრამ აი ვოლიერი სხვადასხვა დონის შეიძლება იყოს, ასე რომ ლომები საუკეთესო სიმსახურებენ ყოველთვის, იმიტომ რომ ლომი არის ნადირთა მეფე და მეფურად უნდა იცხოვროს შანის. არა მარტო ლომები, ხო, სხვებიც საუკეთესო სიმსახურებენ და მე მგონი ჩვენი ზოოპარკის სიმსახურებს საუკეთესო ვოლიერები ქონდეს. ნამდვილად. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, აუ როგორი ლამაზი იყო ბაჩო. ხო, ძალიან საყვარელი იყო სხვათა შორის. აი მართლა მეგონა რომ ფილმს უყურებდი ლამაზ ფილმს, იმიტომ რომ მართლა არ მინახავს ლომი რომ ძაღლებთან ერთად დადის და ესე ადამიანებს ეხუტება და მე მაინც მგონია რომ მეფე ლომის არ იყოს, აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ რომ ადამიანები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ამ უკეთილეს საქმეში, რომ შანი ძალიან მალე თავის ნავთსაყუდელში იყოს. და მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ადამიანებმა რომლებსაც შეიძლება რომ რაღაცა ასეთი საჩუქარი გაუკეთონ თუ შეიძინონ თუ ასე შემდეგ რაღაცნაირად წინასწარ გათვალონ რომ ასეთ მდგომარეობაში არ მოხდეს ცხოველი და საზოგადოებაც მათ შორის. მეც მგონია რომ გამჩუქებელმაც უნდა გააცნობიეროს რომ ეს არის ლომი, რომელსაც სჭირდება სპეციალური გარემო და ეს არ არის თქვათ რაღაცა ასენო ან არ არის სათამაშო ტელეფონი, რომელიც შემიძლია რომ გიყიდო და გაჩუქო და შემდეგ გამოიყენო. მაგრამ მე კარგია რომ ეს მოხდა რომ საქართველოში ლომი გვყავს და აუცილებლად საზოგადოებაც მიიღებს მონაწილეობას და მე ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია უთხრათ უკვე ასე ვთქვათ საზოგადოებას რომ შეუძლია რომ შევიდეს ზოოპარკის Facebook გვერდზე, ოფიციალურ გვერდზე და ნახოს იმის საშუალება დონაციაო, როგორც მე მგონი, ხო, ახსენა ბატონმა ზურამ და მივიღოთ მონაწილეობა აუცილებლად პირობების გაუმჯობესებაში. თან არაერთხი ვიდეო იდება ხოლმე, ცნობილი ადამიანები მიდიან და ეფერებიან ხოლმე და მე რესტორავენ და ძალიან საყვარელი და მეგობრულია ეს პატარა პოპერი. მე მგონი რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა, რეკლამის დრო გვაქვს დილის ლაივის ეთერში, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ანა ზაქაშვილთან ერთად, რომელიც ძალიან საჭირო რჩევებს მოგცემთ, ასე რომ გაგველოდეთ რეკლამის მერე მალე დავბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში რუბრიკით საარჩევით, როგორც დაკვირდით, სადაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, ესე იგი ონკანის წყალი, ხო? ესე? ონკანი. კი ბატონო.
დილამ შვიდობის ანა მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გოგო, დილამ შვიდობის. იცი რა, უკვე წამყვანებს შეგვიძლია ვთქვა, სოფო ჩვენი თანაწამყვანია ნამდვილად. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის და დღეს განსაკუთრებით ისეთ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. სოფიას გარეშე ეს ეთერი არ გამოვიდო და დღეს ვსაუბრობთ წყალზე, განსაკუთრებით ის ბოლო შემთხვევა ალბათ ყველას გვახსოვს, ხო, როდესაც ერთ-ერთი კომპანიის მწარმოებლის წყლის შედეგად ბავშვის ინტოქსიკაციის შემთხვევას ვგულისხმობ და აქედან გამომდინარე სიმართლე და იყო მხოლოდ აღგორებული ჭორი. კარგი. მაგრამ მიწამლებია სამწუხაროდ ონკანიდან წყლებს. კი ბატონო. მოდი ვისაუბროთ ონკანის წყალზე. საინტერესო ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვის რა ხარისხის წყალი მიეწოდებათ მათ, როგორც თბილისში, ასევე სხვა მსხვილ ქალაქებში, ახლა მე რუსთაველი ვარ და განსაკუთრებით წყალთან დაკავშირებით გული შემტკივა და საქართველოს რეგიონებში ესეც მნიშვნელოვანი არის, გამომდინარე იქიდან, რომ თურმე ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში 35,000 ტონა წყალს მოიხმარს, 35 ტონას ბოდიში წყალს მოიხმარს და შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხარისხის წყალს იღებს თვითონ მოიხმარს სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება ეს მიიღება ან ასე შემდეგ და ხო აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ წყლის ხარისხი და რაღაცა პატარ-პატარა ტესტებსაც ჩავატარებთ მე და სოფიო აქ ჩვენი ონკანისგან მომდინარე წყალთან დაკავშირებით მოკლედ და სოფიო დაგვეხმარება ამ ყველაფერში თუმცა მანამდე სოფიო სანამ დავიწყებდეთ ამ ტესტების გაკეთებას უნდა გკითხოთ რა ხარისხის წყალი მოდის ჩვენს ონკანებში იმიტომ რომ თქვენ ხშირად გაქვთ შეხება როგორც უსათისუნებლობის სპეციალისტი ამასთან და როგორი წყალი მოედინება თბილისში ჩვენს ონკანებში, რას გვიჩვენებს ეს თქო კვლევები და თქვენი გამოცდილება და ასევე საქართველოს რეგიონებში საინტერესოა, ხო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა მოპატიჟებისთვის. წყალთან ძალიან აქტუალური თემაა და მადლობა ასევე ამ თემით დაინტერესებისთვის, რადგან ნელ-ნელა უკვე გაზაფხულის სეზონი მოდის და ეს კიდევ ახალი გამოწვევა არის ხოლმე წყალთან მიმართებაში, განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც ესეთი ცენტრალიზებული წყალმომარაგება ამისი არ ხდება. ფესტივალებია და ასე შემდეგ და ჩაედინება შემდეგ იმ წყალს მიიღოს ადამიანი ხდება ამ ჭებიდან. კი, საოჯახო ესეთი ჭები რაც გვაქვს სოფლებში, ძირითადად ეს ცოტა პრობლემას წარმოადგენს ხოლმე. თუმცა თბილისში როგორი დიდ ქალაქებში ხო, მოდით ასე დავყოთ ის კომპანიები, რომლებიც წყალს გვაწვდიან, ჩვენ თუ დაქვემდებარებული არის სახელმწიფო კონტროლს ქვეშ, ამ შემთხვევაში კონტროლი არის სათანადო და ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს წყალი არის უსაფრთხო. ვივარაუდოთ კიდეც და ნუ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო. პასუხისმგებელი არის ეს მაკონტროლებელი ორგანო და კონტროლის მექანიზმი ალბათ ესეც საინტერესოა. კი, სურსათის ეროვნული სააგენტო ალბათ არ იქნება უხერხული ხსენება, რომელიც ყოველი წლიურად ძალიან ბევრ სინჯს იღებს წყლისას, ხო? ყოველდღიურად ხდება ამ სინჯების აღება და ასევე კომპანიებს, რომლებიც წყლის მომწოდებლები არიან, მათ აქვს ვალდებულება, რომ მათ მიერ მოწოდებული წყალი შეამოწმონ. ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე რა მომენტს, ხო, რომ აი დავუშვათ რაღაცა შეფერხება იყო და SMS-ები მოგდის ხოლმე ყველას, რომ წყალი დროებით არ მოგვეწოდება და მე რაღაც სასტიკი ფერი რომ მოდის. კი ბატონო. ცოტა ხანი. აი ეს რა არის? ნახეთ მაკონტროლებელი ორგანო ვინც არის, ამ წყლის მომწოდებელი, უბრალოდ მაკონტროლებელი სახელმწიფოა, ხო? მომწოდებელი კომპანია, რომელიც გახლავთ, ის ვალდებულია სანამ კარგ პასუხს არ მიიღებს, კარგი ბრჭყალებში, ხო? წყლის ტექნიკური რეგლამენტი გვაქვს 50 მეტრამდე დადგენილება, დიახ. ანუ ამის შესაბამისი წყალი სანამ არ იქნება, მან არ უნდა გაუშვას სისტემაში და ეს არის ხოლმე უკვე ლოკალური პრობლემები თვითონ იმ მილებისა, კი ბატონო და ამიტომ არის რეკომენდაცია რომ გადიდოთ. მეტალის გემო მოყვება ხოლმე წყალს და ეს არის არა წარმომწოდeblis პრობლემა, არამედ დავუშვათ იმ მილების და გაყვანილობის მილების, რომელიც არის მე როგორც ახლა მართლა ვერ ვიხსენებ ერთ-ერთ ქვეყანას, სადაც ნამყოფი ვარ, სადაც ჩვენსავით ონკანიდან წყალს ვინმე მიირთმევდეს, იმიტომ რომ რაღაცა ამით თავს ვიწონებთ ხოლმე რომ ჩვენთან წყალი ისეთია რომ ონკანიდანაც შეგელია რომ დალიოს. სხვაგან მართლა არ მახსენდება არსად. ძალიან კარგი შენიშვნა არის და მნიშვნელოვანია და ჩვენ ამითი ვამაყობთ ხო საქართველოში. მართლა სხვაგან რატო ვერ იღებენ ონკანი? ნახეთ როგორ არის თბილისთან მიმართებაში თუნდაც ხო ჩვენ არა გვისწავსვათ ამ ეს ნედლი წყალი რაც არის მთიდყინულებიდან ჩამონადნობი რომელიც მე არაქში ჩამოვედინება და სხვადასხვა ავზები არის ხო სამი ავზი გვაქვს ეს ხა
რაღაცა ისე მეცნიერულ ნაწილში რო არ წავიდეთ. გემოვნური თვისებებით ყველაზე გემრიელი წყალი მიიჩნევა, რომ ჩვენია, ხო? აი ნატახტრის ტერიტორიაზე ეს აუზები რაც გვაქვს, არის ერთ-ერთი თავისი მინერალიზაციით და მინერალიზაციის ნაწილშიც ან ჩვენ მერე ტესტებსაც რო გავაკეთებთ, ვისაუბრებთ, იქაც ნორმირება გვაქვს გარკვეულწილად რა არის დასაშვები, ხო? მაგალითად კალციუმი, მაგნიუმი რა რაოდენობით უნდა იყოს და გარდა იმ დაუშვათ ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური საფრთხეებისა, ვირუსები, პარაზიტები, რომელიც წყალში იკვლევა, ხო, წყლის სრული ანალიზი როდესაც კეთდება, მინერალიზაციაც ერთ-ერთი მაჩვენებელია და სწორედ ეს განსაზღვრავს ამ გემოს გემრიელობას გარდა უბნებლობის ნაწილისა, ხო, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვა. თუმცა საზღვარგარეთ მაინც უფრო რაღაცა შიდა ფილტრები აქვთ ხოლმე და ამ გაფილტრულ წყალს შედარებით სასტუმროში წერია ყველგან, რომ გთხოვთ ონკანიდან მოშობილ წყალს ნომერით მაგის და ჩვენ ამისი ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ონკანიდან შეგვიძლია რომ ეს წყალი დავლიოთ, თუმცა ნუ ალბათ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს წყალი არის უბნებელი, რაც გვიჭირს რეგიონებში, იმიტომ რომ იქ კონტროლებელი არ ჩვენ დარწმუნებული ვარ რეგიონიდან ბევრი ადამიანი გვიყურებს და მათ საყურადღებოდ აი რა შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ისინი ჭიდან იღებენ მაგალითად წყალს, ხო? ოკეანეანაც მოედინება ბუნებრივია მათი წყალი, თუმცა ძირითადად აი მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფლის წყალი, თუმცა როგორც ჩვენ ვსაუბრობდით წეგან აღმოჩნდა, რომ ეს მთლად უბნებელი შეიძლება არ იყოს. რა საფრთხები შეიძლება მომდინარეობდეს ასეთი წყლისგან? მეგობრებო, ჭაში რას გულისხმობთ თქვენ? ძველებური ჭები თუ უბრალოდ უკვე ელექტრო რომ მიაჭერ ღილაკს და წყალი რომ მოდის ინდივიდუალური. ვერ მივხვდი. აი ძველებური ამბობთ, სოფლებში თითქმის ყველა ოჯახში არის. ხო, მაგრამ ეხლა რაღაცა ეხლა აღარ არის ეგეთი ჭები. ამ სკვერასაც ამბობთ და სათლის ნაცვლად ეხლა დაუშვათ ღილაკის მეშვეობით ავტომატურად რაღაცა დიდის რო დგას ზემოთ. აბზი, ხო, აბზის შემთხვევა კიდე სხვა საფრთხეები შემოაქვს ამ ნაწილს, იმიტომ რომ აბზში ხო ამ წყლის დაყოვნება ხდება და მუდმივი გამოდინება არ ხდება. დაყოვნების შემთხვევაში მან შესაძლოა ნადები გაიკეთოს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხავსიც კი კეთდება ხოლმე რა ამ წყალში და მექანიკური და ქიმიური დამუშავება უნდა მოხდეს და ჭების რაც შეეხება ჭაბურღილის წყალს რო ვეძახით მოკლედ, ჭაბურღილის წყალი კიდევ სხვა არის. ჭა ის სოფლის ჭა მოსახლეობის დიდ ნაწილს რასაც აქვს. ნახეთ მოდით მაშინ ესე გავმიჯნოთ. ჭაბურღილი, დიდი ჭაბურღილი, რომელიც სოფელში მიდის გარკვეულ მოსახლეზე და ინდივიდუალური ჭები, რომელიც თვითონ მოსახლეს აქვს თვითონ სახლში, ხო? ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ეს ჭაბურღილები არ იყო და ცენტრალიზებულად ამ წყლის მიწოდება ფიზიკურად შეუძლებელი იყო მოსახლეობამ ეს ჭები თვითონ გააკეთა. ამ ჭების იგივე ჭაბურღილის ადგილმდებარეობასაც აქვს მნიშვნელობა, სად არის, ხო? რამდენად მოშორებულია თუნდაც საპირფარეშოსთან და სოფლებში ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ხოლმე. დაქანება როგორი არის ამისი, რომ მიწის ქვეშა წყლებიდან ამ ჭაში ჩაგროვება ხო არ ხდება სხვადასხვა ბიოლოგიური საფრთხეების, ხო? ასევე ქიმიკატებსაც აქვს სერიოზული პრობლემა და ჩვენ ისეთ აქტიურად არ საუბრობთ ხოლმე. ბატონო, ყანებთან ვენახებთან. კი, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ქიმიურად როდესაც ამას ვამუშავებთ, ხო, თუნდაც პესტიციდებით, რამდენად უსაფრთხო არის, რომ ეს და წვიმა და თოვლი რომ ვახსენეთ, ხო, როცა დნება და ეს როცა დნება და წვიმის შედეგადაც რო ჩადინება ხდება, ხო, მიწის ქვეშა წყლებში და ის ჭები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბუნებრივი წყლებია, ხო, წყლის რესურსები რაც არის, რომელსაც შეიძლება შეერიოს, ხო, ბუნებრივი ფილტრაცია ხდება და ამდენს უკვე ნუ ვეღარ ავდივართ, რადგან ზემოქმედება მასზე უკვე ბევრია. აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დაბინძურებული არის მაგალითად წყალი, ხო, რაღაც გამჭვირვალე ნივთიერება არ, თუმცა რაღაცა ნიშნები არის ხოლმე, ხო? რის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წყალი არის დაბინძურებული. ზოგადად რა ვიზუალურად შეგვიძლია რომ მივხვდეთ? ნახეთ, რაც არის აი ორგანოლეპტიკა, რაც ვეძახთ, ხო, ფერი, სუნი, გემო, რაც არის პირველი ისეთი მაიდენტიფიცირებელი თუ წყალს ქლორიანი წყალი. ხო, ქლორიც კარგია რომ ახსენეთ და აქაც ცოტა გაუგებრობაში ვხვდებით ხოლმე რა კუთხით. ნახეთ, ერთი არის, როდესაც წყალი დაკეტილი გვაქვს, გადაკეტილი არის რაღაც ტექნიკური სამუშაოების გამო და მე ონკანს ვუშვებთ და სითეთრე როა. კი, და მე ილექება და ხდება ეს სითეთრე. ალბათ, არ ვიცი, უმეტესობა მოსახლეობის დაკეტილი მაინც და მაინც აუცილებელი შეიძლება მოუშვა და ისეთი იყოს. ანუ დაჭირდეს დადება, ცოტა ხანი წყალს რომ დაიფილტროს და ის რაღაცა. ხო, ნახეთ, ეს არ არის ქლორი, ეს არის წნევის შედეგად გაჩენილი ის ბუშტუკები წყალში არსებული.
თორე ქლორის შემთხვევაში ის ქლორი არ სადარწავა თუ არის, რო გაჩერდეს წყალი მაშინ ეგ უსაფრთხოა, კი, უბრალოდ ჰაერის ბუშტუკებია და დიდი რაოდენობით წნევის შედეგად ამას ქმნის. რაც შეეხება ქლორს, ნახეთ, ნარჩენი ქლორიც მოწმდება, ხო, წყალში კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი გახლავთ ესეც, რომ შემოწმდეს მაჩვენებელი და სუნი არ უნდა იყოს. ხო, ჩვენ გვინახავს ალბათ სადღაც ბასეინებში, აუზებში, რომ ქლორის სუნია და კარგია ესე იგი იკლორება, ხო? ეს შეიძლება პირიქით მომწამლავი აღმოჩნდეს რა. ანუ დოზირებას აქვს მნიშვნელობა. მოდი, ხო, დასრულე და გადავიდეთ უკვე ტესტებზეც. ნახეთ, ხო, ტესტებთან მიმართებაში ჩვენ როგორ შეიძლება რომ გავიგოთ, ხო, სხვადასხვა მაჩვენებელი არის ამისი. ბიოლოგიური საფრთხე მაინც უფრო არის სუნთან მიმართებაში, ხო? სუნი როგორი ექნება, არ უნდა ჰქონდეს დაუშვათ რაღაცა შმორის სუნი, ხა ცოტა რთულად აღწერია, მაგრამ ნუ რაღაცა სპეციფიური, ხო? გოგირდის აი რაღაცა გაფუჭებული კვერცხის, ხო? კვერცხის სუნი არ უნდა ჰქონდეს. თუ თვითონ ვიზუალურად არის გამჭვირვალე, ეს ჩვენ არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, რომ შეიძლება ქიმიურად იყოს დაბინძურებული, ხო? ფიზიკური საფრთხეები გამოირიცხება, როდესაც არის გამჭვირვალე. მძიმე მეტალებს რაც შეეხება, მძიმე მეტალებზე მოვედით, აქ შეგვიძლია უკვე სასწორის ნაწილი გამოვიყენოთ. ესე იგი, ორ ჭიქაში გვისხია წყალი, ერთი არის გაფილტრული ჩვეულებრივი ბოთლის წყალი და მეორე არის ონკანიდან ჩამონადენი წყალი, ასე რომ ვთქვათ. პირველი ტესტი რა არის? რაც შეგვიძლია რომ იდეა ხომ არ გაქვთ რა შეიძლება იყოს სასწორთან დაკავშირებული. ერთი შეიძლება უფრო მძიმე იყოს და წონაში იყოს სხვაობა? ხო, წონაში იყოს სხვაობა, რაც რას განსაზღვრავს. ხო, მძიმე მეტალების არსებობა. ანუ უფრო მძიმე მეტალიანი იქნება. ხო, რომელიც უფრო მძიმეა, ის აი მოდი ავიღოთ 25 აქ დოზირების მიხედვით, რაც გვაქვს, მოდი ზუსტად რო გავსაზღვროთ და ეს არის 7.9. 7.9. ეგ არის ონკანის წყალი? ჯერ აი გავიგებთ რომელია, ნახე. ზუსტად განსაზღვროთ. ზუსტად 7.9 იყო პირველი. ამაზე არის 25. ერთი წუთი ცოტა უნდა მოვაკლო. აჰა. ერთი წამით. შო. ეს არის 7.8. პრინციპში სულ მინიმალური სხვაობა არის ონკანის და ბოთლის წყალში. ესე იგი 9 არის ცოტა მეტი შეგვიძლია მძიმე მეტალით. ხო. თად მძიმე არა, მსუბუქი მეტალი ყოფილა. ძალიან მინიმალური სხვაობა, მაგრამ სკულპტუროზურად არ შეგვიძლია ჩვენი ბრალიც იყოს ეს. ანუ მთავარი ამბავი ამ ტესტის არის ის, რომ შეიძლება თუ კი ესე ვთქვათ, მაღალი წონის იყოს. ხო, ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მძიმე მეტალების შემცველობა შეიძლება იყოს მასში კი. ოღონდ ესენი, რა თქმა უნდა, არის ვარაუდის დონეზე, ხო? ჩვენ ამისთვის გვჭირდება ლაბორატორიული ეს პირობებში როგორ შეგვიძლია რომ განსაზღვროთ მაგაზე ვლაპარაკობთ. აი ეს აქ გვაქვს ასევე ჩვენ საპონი და ჩვეულებრივი წყალი, ხო? რა ტესტია ეს და რა შეგვიძლია რა ამით? კი ბატონო, საპნით ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ტესტირება სიხის ტესტთან დაკავშირებით. სიხის ტე რას ნიშნავს, ხო? უფრო მეტი მარილი, სადაც იქნება მარილიანობა, კალციუმი, მაგნიუმი, ხო? ეს კრისტალები სადაც არის ხოლმე მეტი. ეტყობა აქედან გამომდინარეა ჭურჭლის სარეცხ მანქანას. ყოველთვის აქვს რეკომენდაცია, რომ უნდა ჩაისხას სითხე, რომელიც წყლის სიხის ტესტს არ ბილებს. ხო, ესე იგი აი ხისტი წყლისგანან ჩვენ ჩაიდანიც ქონდა აქ, ხო? სადღაც ჩაიდანიც მომიკეთებს ხოლმე ნადებს, ხო? კალციუმია, მაგნიუმია, ხო? ეს მარილებია, რომელიც ადუღების შემთხვევაში რეაქციაში, როდესაც შედის, კი ილექება და შესაბამისად ამ ნადებს აკეთებს ხოლმე. აი ჩვენი წყალი რო ვახსენეთ საქართველოში, ხო, ამითიც არის გამორჩეული და სიხის ტესტთან მიმართებაში, ანუ ეს ჩვენ რო განსაზღვროთ, როგორც უვნებლობა და საშიშია და ესეთი წყალი არ უნდა დავლიოთ, ცოტა საფრთხილოა რა კუთხით, იცით? თვითონ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გვაქვს დასაშვები ნორმირება. რამდენი უნდა იყოს, ხო? თუ ეს არის გადაჭარბებული, თუნდაც ნებისმიერი მიკროელემენტის ან ვიტამინების არსებობა ორგანიზმში, ხო? კარგია რომ გქონდეს, მაგრამ გადაჭარბებასაც აქვს. მოყვებას ხო შეიძლება ფილტრები. სწორ, ეს არ აკავდა და რას ნიშნავს? ეს არ აკავდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის რბილი წყალი და ნაკლები სიხისტე. ან საპონი არ ვარგა.
არა არა ხუმრო ჩვენ რომ ვიცით ხოლმე ლაკაფება რო გვინდა საპონს ეგ ფუნქცია აქვს წყალთან მიმართებაში რომ რეაქციაში როდესაც შედის თუ რბილი წყალია ის უნდა აკაფდეს სწრაფად და თუ ხისტი წყალია არ კაფდება და ამითიც განსხვავება არის. ერთი კითხვა მექნება, აი როცა თავს ვიმშვიდებთ ხოლმე რომ შეიძლება თქვა არავერც დარწმუნებული ონკანიდან როგორი წყალი მოდის, ეხლა ნუ როგორი შედარებითობაზე ვსაუბრობ, მაგრამ თუ ყავა უნდა გავიმზადოთ ან ჩაი, რომელსაც ვადუღებთ 100 გრადუსზე, ხო? ვიძახით რომ ნუ ადუღებისას მაინც ყველაფერი, ანუ ადუღებული წყალი მართლა უსაფრთხოა ამ რისკების შემთხვევაში? კი, ადუღებული წყალი მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით არის უსაფრთხო, ცხადია გადადუღება ეს ვიცით, უბრალოდ იმ სასარგებლო თვისებებს, რომელსაც წყალს აქვს, ხო? და ის წყალი რაც ხო, ამას კარგავს და ჩაის და ყავის შემთხვევაში შეგვიძლია უკანიდანაც. სულ რომ მუდმივად ჩვენ გადადუღებული წყალი დავლიოთ, ფაქტობრივად გამოხდილ წყალს უდოლდება, ხო? და აქედან გამომდინარე უკვე აი ახლა ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მარგანცოვკა, რასაც ვეძახით და მე გავიგე შენგან რომ თურმე თუ კი ამას წყალში გავხსნით და წყალი მიიღებს ვარდისფერ შეფერილობას, რას ნიშნავს ეს? თუ ვარდისფერ შეფერილობას მიიღებს, ესე იგი წყალი არის კარგი ხარისხის და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. მშვიდად ვიყოთ, თუ გაწმითლდება, ამ შემთხვევაში ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აქ რაღაცა ქიმიური დამიძურება გვაქვს და ეს პრობლემას წარმოადგენს. ჩაი გვაქვს ასევე აქ. ჩაი გვაქვს, კი ბატონო, ჩაის შემთხვევაში ტესტი რა გვაქვს, ხო? ანუ ის ჩაი, რომელსაც მოვიმზადებთ, გარკვეული პერიოდით უნდა დავაყოვნოთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს სატესტო წყალი, რაც გვაქვს, ის უნდა დავამატოთ და ამ შემთხვევაში თუ ჩაი გაღიაფრდა, გაღიავდა აშკარად. კი, გაღიავდა, ამ შემთხვევაში კარგი წყალი გვაქვს, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გახლავთ უნებელი, თუ ჩაის ფერი გამუქდება, ამ შემთხვევაში ესე იგი დაბინძურებულია და რეაქციაში შედის. და ერთი ტესტი დაგვრჩა სარკესთან მიმართებაში, რომელზეც ძალიან სწრაფად უნდა ვქნათ, იმიტომ რომ დრო აღარა გვაქვს. ხო, სარკეზე შეგვიძლია რომ ერთი წვეთი რამდენიმე დავაწვეთო, დაველოდოთ მის გაშრობას და ნალექი თუ დაიტოვა, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ზედაპირებზე, მათ შორის არა მხოლოდ სარკეზე თუ დაიტოვა. ამ შემთხვევაში ეს სიხისტესთან არის. სიხისტესთან მიმართებაში, ხო? ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევებს გვაძლევ ანა და ხალბატონო სოფო, თქვენ ძალიან კარგ განმარტებებს გვეუბნებით, სახელი ხო სწორად თქვი? კი. შემომხედეთ, შემეშინდა. ჩვენ დაგემშვიდობოთ მომავალ შაბათამდე, შაბათს დილის 9 საათზე ისევ პირდაპირ ეთერში იქნება დილის 9. ბედნიერ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.